Mhm. მოგესალმებით, მეგობრებო. მორიგი მაგმურ ლაივში ვართ და დღეს ჩვენი სტუმარია მანანა სულაკაძე. ვისაუბრებთ აირუედას თემაზე და ზოგადად აირუედასთან დაკავშირებულ თემებზე და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თემებზე ზოგადად. გამარჯობა მანანა. პირველ რიგში გაეცანი მაყურებელს შენი საქმიანობის შესახებ მოგესალმებით. გამარჯობა მამაკა. მოგესალმებით. ხო ისმის ჩემი ხმა კარგად. კი. მოგესალმებით. მე ვარ მანანა სულაკაძე, სპეციალობით ვარ ბიოლოგი, ადამიანის ანატომიის სპეციალისტი და 99 წლის მერე საცხოვრებლად გადმოვედი ევროპაში, კერძოდ ბელგიაში. აქ გავაგრძელე სწავლა, შემდეგ მუშაობა, უკვე 12 წელია ვმუშაობ Pal License ფარმაცევტულ კომპანიაში და ვარ ასევე დიეტოლოგი, ჯანსაღი კვების სპეციალისტი, ცონის კორექციის სპეციალისტი და ეხლა ვსწავლობ ამჟამად აიურვედას თერაპიას, დავინტერესდი ჰოლისტიკური მედიცინით, ვარ რეიკის ოსტატი და დღეს ვარ თქვენ განკარგულებაში. ძალიან კარგი. ესე იგი პირველ რიგში გავაცნოთ მაყურებელს რა არის ზოგადად აიურვედა და რას ეფუძნება აიურვედის პრინციპები, საიდან მოდის და მოკლედ აიურვედას შესახებ. ხო, მოკლედ რომ დავახასიათოთ, აიურვედა არის, აიურვედა მოდის, ვედური ცოდნა არის. ეს არის დაახლოებით 5000 წლის არის და მოდის ვედებიდან ეს ცოდნა. აიურ ნიშნავს სიცოცხლეს და ვედა ნიშნავს ცოდნას. ანუ სიცოცხლის ცოდნა. აიურვედას ხო, არის ყველა ჩვენგანი და სამყარო შედგება 5 ელემენტისაგან, ეს არის ეთერი, ჰაერი, წყალი, ცეცხლი და მიწა. ეს 5 ელემენტი გადანაწილებული არის 3 დოშად. დოშა სანსკრიტზე ნიშნავს ის, რაც იცვლება. ანუ დოშები ყველა ჩვენგანში არის, ეს ყველა ჩვენგანი გამოვლენილია ამ დოშების სახით, ანუ შეიძლება საპირისპირო ვთქვათ, ყველა ეს დოშები გამოვლენილია ყველა ჩვენგანში. ძირითადად როგორც წესი, საერთოდ არის 2 დოშა დომინანტი ადამიანებში, ან ზოგჯერ შეიძლება შეგვხვდეს 1, იშვიათია რომ 3-ვე დოშა ბალანსში იყოს, ან 3-ვე დოშა დომინანტი იყოს. ამიტომ, როდესაც ჩვენ გსურს ვიყოთ ჯანმრთელები და ჯანმრთელობა აიურვედაში ნიშნავს აი მარტო როგორ განიხილება, რომ ესე იგი ავად არ ხარ, ამას არ ნიშნავს. როდესაც ხარ ჯანმრთელი, უნდა იყო ენერგიით სავსე, სიცოცხლით სავსე, უნდა გქონდეს სიცოცხლის სურვილი, უნდა ენერგიული უნდა იყო და ეს არის ჯანმრთელობა. ამიტომ რომ ჯანმრთელი ვიყოთ, ჩვენი დოშები უნდა იყოს ბალანსში, არ უნდა იყოს წონასწორობიდან გამოსული. და ამის მიხედვით თუ ვიცით ჩვენი დოშები, დავაბალანსებთ მას, მაშინ ადვილია უფრო ცხოვრება, გვიადვილდება, ვიცით როგორ უნდა ვიკვებოთ, რა უნდა მივირთვათ, ვიცით როგორ გავუმკლავდეთ სტრესს, ვიცით ასევე წელიწადის რომელ დროს როგორ გამოვიყენოთ ეს დროები ჩვენ სასიკეთოდ, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და ენერგიულები. და ზოგადად, ეხლა მე რაც შემიძლია აქ დავახასიათო ეს დოშები, 3-ვე დოშას დავახასიათებ, ეს არის მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ზოგადად. უფრო კონკრეტულად ამისთვის არსებობს სხვადასხვა ტესტები, რომ უფრო დაწვრილებით გამოიკვლიოს შენი დოშა, თუმცა ეს რუკა არის რა, ერთგვარი რუკა, ეს ინდიკატორი არის შენი ბუნების, შენი ჯანმრთელობის და ესეც კი მოგცემს შენ სწორ ხედვას, დაგანახებს რა არის ბალანსში გამოსული, რომელი მხარეა ბალანსში გამოსული, თუ გაქვს სტრესი დავუშვათ და რომელი მხარე არის დაბალანსებული, რომელი მხარეში ხარ გაწონასწორებული.
ძალიან საინტერესო თემა. სხვათა შორის მეც ადრე ვიყავი დაინტერესებული აირუედით, საკმაოდ დიდი ხანი რაღაცებს ვსწავლობდი, ჩემით რა თქმა უნდა, ანუ კონკრეტულად არავისთან არ ვისწავლია, მაგრამ მოკლედ ბევრი რაღაცა ვისწავლე და ეს დოშების თემაზე, ბევრი რაღაცები თარგმნეს, სხვათა შორის მაგმაზეც დევს დოშების შესახებ აღწერები და გვაქვს მასალები ამის შესახებ. და პირველი კითხვა რაც მაქვს შენთან, ანუ ამ თემაზე, ეს არის რომ პირველ რიგში თანდაყოლილია თუ არა დოშები? თუ რაღაცა გარემოებების შედეგად არა, შეხედით თანდაყოლილი არის პრაკრიტი. პრაკრიტი ნიშნავს ჩვენ პირველად ბუნებას, ჩვენ ღვთიურ ბუნებას. აირუედას მიხედვით ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური. დაუშვათ თანამედროვე მედიცინა, როდესაც ადამიანის მკურნალობას იწყებს, აქვს რაღაც სისტემა, სქემა და დაუშვათ თუ ტკივა 10 ადამიანს კუჭი, სულ ყველას ერთნაირად უმკურნალებს. აირუედაში ასე არ ხდება. აირუედაში ყველა ადამიანთან არის ინდივიდუალური მიდგომა, იმიტომ რომ აირუედა განიხილავს ადამიანს როგორც ღვთიური მოვლენა და ინდივიდუალური. ყველას აქვს თავისი განსაკუთრებული ბუნება. და იმის მიხედვით ეს არის პრაკრიტი. ხოლო ვახსენე სანსკრიტზე დოშები აღწერილია, რომ გადავთარგმნოთ სიტუაციით არის ის რაც იცვლება. და ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ დოშა და შეგვიძლია დაგვაბალანსოთ, რომელიც ბალანსიდანაა გამოსული. თუ სამივე დოშა ბალანსში აქვს ადამიანს, მეტნაკლებად სამივე დოშა არის ჩვენში და თუ კი ეს, მაგრამ არის დომინანტი დოშები, აუცილებლად ერთი უმეტეს შემთხვევაში ორი. და თუ კი ჩვენთან ეს ბალანსშია, მაშინ აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი, აბსოლუტურად ენერგიული ადამიანი, შემოქმედების უნარიანია ადამიანი. ჩვენ განვიხილავთ სამ დოშას, აირუედა განიხილავს უბრალოდ სამ დოშას და ეს არის ვატა, პიტა და კაფკა. ვატა დოშა შედგება ჰაერისა და ეთერისაგან და ასევე საინტერესოა, რომ წელიწადის დროებიც 4 დრო დაყოფილია სამ ნაწილად და მიკუთვნებული აქვს ამ სამ დოშას. ვატა დოშასთვის არის ძირითადად დრო 15 სექტემბრიდან 1 იანვრამდე. მაგრამ ვახსენე რომ ვატა დოშა არის შედგება ჰაერისა და ეთერის ელემენტებისაგან და როგორც მოგეხსენებათ ჰაერის ეს არის ეს ნიშნავს სულ მოძრაობაში, მოძრაობას განსაზღვრავს ვატა დოშა. ოდიში ერთი წამით ჩაგეკითხები, ანუ ეს დამოკიდებულია ეს მსოფლიოში ესია ეს დროები თუ კლიმატზე და განედზე და კონკრეტულ ქვეყანაზეა დამოკიდებული? არა, ძირითადად მე ხო გითხრა ახსენე რომ აირუედა მოითვლის 5000 წელს. ეს არის გადმოცემული აირუეdas ჩანაწერებში, ეს არის ასე. ეს დროები არის დროები გადანაწილებულია, აირუედაში განიხილავთ წელიწადის 4 დროს დოშების მიხედვით 3 გადანაწილებულია, ასევე გადანაწილებულია. როგორ არის იცი, შეხედე ესე იგი სამყარო გალაქტიკა, ესე იგი მზე და ყველა პლანეტები მოძრაობს გალაქტიკაში, ხო? მზის ირგვლივ მოძრაობს დედამიწა, დედამიწის ირგვლივ მოძრაობს მთვარე. ეს ყველაფერი არის ერთიანი სისტემა, ასევე ჩვენი ბუნებაც. ჩვენ დაკავშირებული ვართ, ესე ჩვენშიც ატომები მოძრაობს, ელექტრონები მოძრაობს ატომის ირგვლივ, ეს არის ერთიანი სამყარო, ჩვენ დაკავშირებული ვართ სულ ყველა ერთმანეთთან, სამყაროსთან, მიკროსამყარო, მაკროსამყარო და ეს ამის მიხედვით განიხილავს. ისევე აირუეdas მიხედვით დოშებში 24 საათი გადანაწილებულია კიდევაც ამას ღრმად რომ მივყვეთ, უბრალოდ ამას რომ დეტალებში განვიხილოთ, ეს არ გვეყოფა 1 საათი, კი არა 1 დღე არ გვეყოფა ამისთვის. უბრალოდ მე ვეცდები ახლა დავახასიათო ეს სამივე დოშა, რომ წარმოდგენა შეექმნეს ადამიანს თავის ბუნებაზე, თვითონ თავის კონსტიტუციაზე და ვეცდები რომ ასევე განვიხილო ამ ძირითადად ამ დოშების კვების სპეციფიურობა.
სანამ დოშებზე გადავალთ, ერთი წამით მაყურებელს ვეტყვი, რომ ესე იგი დაპლიუსტით ყველანი, ვისაც გინდათ, მოკლედ გათამაშებასავით ვაწყობთ. ლაივის დასრულების მერე მანანა ამოარჩევს ერთი კომენტარის ავტორს და შესთავაზებს უფასო კონსულტაციას აიურვედულს, რა თქმა უნდა. ამიტომ დაპლიუსტით, ვისაც გსურთ, რომ მონაწილეობა მიიღო თამაში, ყველანი და მერე შემთხვევისობის პრინციპით მანანა შეარჩევს კონკრეტულ ადამიანს. გავაგრძელოთ, ანუ დოშებზე აქვს არა აქვს მნიშვნელობა, როგორც სურვილი ექნება, უნდა აურვე და უნდა ჯანსაღი ყობა, უნდა ტონის კორექცია, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. შეუძლია აირჩიოს. ხო, აი ამ მინდა რომ განვიხილო უბრალოდ სტრესი, კვება და აი ეს დოშები. დღეს ამ საღამოს ახლა ერთ საათში მეც ვერ მოვასწრებ, სიმართლე გითხრა. დავიწყოთ აი ვატადან. ვატა არის, როგორც გითხარით, შედგება ეთერისა და ჰაერისაგან. მისი წელიწადის დრო არის 15 სექტემბრიდან 1 იანვრამდე. და ამასაც გეტყვით ცოტა მოგვიანებით რატო. ეს არის ჰაერის და ეთერის ელემენტი. ახასიათებს უფრო თვითონ ფიზიკურად აღნაგობით, რომ შევხედავთ ადამიანს, შეიძლება მაშინაც კი შეიძლება გარკვეული ორიენტაცია, გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნეს მის ფიზიკურ აღნაგობაზე, რომელი დოშას განეკუთვნება. საერთოდ ძირითადად ვატა დოშას წარმომადგენლები არიან მაღლები, სუსტები, გამოკვეთილი სახსრებით, გამოკვეთილი ძვლებით, აი როგორც ვამბობთ რა, პროცესი გამოკვეთილი ყრიმალებით, თხელი კეხიანი ცხვირით შეიძლება ხასიათდებოდეს და აი კანი აქვთ გამჭირვალე, თხელი, აი სისხლძარღვები ნათლად ეტყობათ კანზე, აქვთ მშრალი კანი, მშრალი თმა, ძალიან ცოტა სოფლიანობენ. და ხო კიდე რა ფიზიკური დამახასიათებლები ძირითადად აი ესეთი დამახასიათებლები აქვთ. რაც შეეხება ბუნებას, აი ბუნებას სულ მოძრაობაში არიან, არაპროგნოზირებადი არიან, ამის გამო აქვთ ძალიან აქტიური ბუნება, აი ტალღებად მოედინება ენერგია, ემოცია, კრეატიულობა, აი მათში მოედინება ტალღებად. ძალიან სწრაფად ლაპარაკობენ, სწრაფები არიან. არასდროს არ აქვთ მოწესრიგებული კვება და ძილი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჭირდებათ 8 საათიანი ძილი. და კიდე აი უყვართ საქმის დაწყება და სწრაფად მიტოვება. ან დავუშვათ რაღაცა იდეა მოვიდათ, ძალიან ენთუზიაზმით არიან ამ იდეის მიმართ განწყობილი და შეიძლება შუაგზაში მიატოვონ. ნებისყოფა არ აქვს, შეიძლება ესე ითქვას. ხო, აი როგორ სისტემა არ აქვს, აი რეჟიმი არ აქვს, ჩამოყალიბებული რეჟიმი, აი ამოვარდნილები არიან რეჟიმიდან. და აი სწრაფები არიან, სულ სწრაფები არიან. და როდესაც ხო ცოტა ძინავთ და ხო ცოტა ძინავთ და ძინავთ უხარისხოთ. როდესაც თუ კი ეს ვატა არის ბალანსში, მაშინ აქვს ძალიან დიდი კრეატიულები არიან, კრეატივის უნარი აქვს, შემოქმედებითები არიან და დიდი ენერგია აქვთ. ვერ იტანებენ სიცივეს და შეხედე რატო არის 15 სექტემბრიდან 1 იანვრამდე. რომ დასაწყისში ვახსენე, რომ ეს არის ჰაერის და ეთერის ელემენტი, ხო? არის ასევე ცივი, ნაკლებ სოფლიანობენ, აი თვითონ ცივი ბუნება აქვს, ისედაც ბუნებით ცივები არიან და 15 სექტემბრიდან 1 იანვრამდე არის უფრო ცივი ქარის პერიოდი, ქარი არის, სიცივე იწყება, ამის სიცივე არ უყვარს და ამიტომ აი ესენი დისკომფორტს გრძნობენ ამ თავის პერიოდში, ესე იგი ვატა ხო აქვთ, კიდე მომატებული ვატა ბუნებისგან, ეს უკვე დისკომფორტი არის. და როდესაც აი დავუშვათ, როდესაც ემოციურ სტრესს განიცდიან ვატები, ძალიან ხშირად ღიზიანდებიან და შეიძლება რომ აი გადმოაფრქვიონ ეს უცებ ვიღაცაზე უხეშად შეიძლება გამოვიდეთ ამ დროს. ესეთი აი ეს დისბალანსი, სტრესი და დარღვეული აქვს კუჭის მოქმედება, აი მეტაბოლიზმი აქვს დარღვეული.
და ეს სტრესი თუ კი სტრესში არიან, აუცილებლად მოქმედებს, კიდე მეტად მოქმედებს ამგენის კუჭ-ნაწლავზე და მეტაბოლიზმზე. რო დავაბალანსოთ ვატა, თუ მივხვდებით, რომ არის გამოსული ბალანსიდან, წონასწორობიდან, კარგი არის, რომ რაც შეიძლება თბილი სასმელები, თბილი ჩაი, მცენარეული ჩაი მაქვს ხედელობაში, თბილი სუპები დაუშვათ. არავითარ შემთხვევაში ყინულიანი წყალი არა. ძალიან კარგი არის ზეთის სხვადასხვა ზეთების აქვს, არის კონკრეტული ზეთები, რომელიც კარგია ვატასათვის დაუშვათ. აი ზეთებით მასაჟი და ჩემი რჩევა იქნება, რომ დასაბალანსებლად რეგულარულად ჩაეწერონ მასაჟებს. განსაკუთრებით კარგი არის აუდიოს ვატების მასაჟები. ასევე ძალიან კარგი არის, როგორ არის იცი, ეს ხო ეთერის და ჰაერის ელემენტია და კარგია თუ დამიწდებიან, ესე რომ ვთქვათ. და ამიტომ ისეთი იოგა სავარჯიშები, რომელიც დამიწებას უწყობს ხელს. ძალიან კარგია ჰათხა იოგას ვარჯიშები, ასევე ძალიან კარგია მათთვის მედიტაცია და სუნთქვითი პრაქტიკები. აი სუნთქვითი პრაქტიკები განსაკუთრებით წმინდავს მათ ორგანიზმს, აი დისბალანსიდან, კვების მიხედვით, არეულ დისბალანსიდან გამოსვლა ორგანოს წმინდავს. ასევე ძალიან კარგია თუ არაფერი ისეთი ხო აი იოგას ვარჯიშები ვახსენე, ხო ძალიან კარგია თუ ექნებათ ჩამოწერილი რეჟიმი. აი უხეშად მაინც ზოგადად მაინც რო ჩამოწერონ რეჟიმი, იქიდან გამომდინარე რომ თვითონ საერთოდ რეჟიმიდან ამოვარდნილები არიან და აუცილებლად თუ შეიტანებენ ამ რეჟიმში უნდა შეიტანონ კვება და ძილი. კვებას და ძილს გამოყონ განსაზღვრული დრო და როდესაც ივარჯიშებენ, აი როგორი ხასიათი აქვს იცი, როდესაც ივარჯიშებენ იოგას დაუშვათ, შავასანას აღარ გააკეთებენ. აი შავასანასთვის დრო არ აუცილებლად გააკეთონ შავასანა. თავის თავს აუცილებლად დაუთმონ დრო. და როდესაც აი ბევრი საქმე აყრიათ თავზე, იბნევიან არ იციან რა უნდა ქნათ, ამ დროს ჩემი რჩევა რომ დაჭეკით, დაისხით ცხელი ჩაი, დალიეთ ჩაი, ჩამოწერეთ გეგმა, რა გაქვთ გასაკეთებელი და რა შეგიძლია გააკეთოთ და აი მის მიხედვით იმოქმედეთ, გეგმის მიხედვით აუცილებლად უნდა გქონდეთ გეგმა. ასევე აი როგორ არის იცი, ქარის ელემენტი ხო ფაქტიურად ეთერი, ჰაერი და თავში აქვს შტორმი, აი როდესაც დისბალანსში არიან, ეს ქარი გადაიქცევა შტორმად, ხო? და ვატებს ახასიათებს ასეთი რაღაცა, რომ შეიძლება იჯავრონ, ან იფიქრონ მთელი დღე ისეთ რამეზე, რაც არასოდეს არ მოხდება. აი თავიანთ თავში ცხოვრობენ რა, რაღაცა ფიქრებს შექმნიან და ამაზე ჩაიხვევენ, რო ვთქვათ, მე და მთელი დღე აი შეიძლება ან მთელი კვირა იჯავრონ და შექმნან თვითონ გამოიგონონ დრამა. ანანა, ერთ რაღაცას დავაკვირდი მე, რომ აი ჩემ გარშემო უმეტესობა ვინც ესეთ ამ მსგავს თემებში არიან ზოგადად ინტელექტუალები, მენტალური ტიპები, უმეტესობას, რა ვიცი, თითქმის ყველას თუ არა, ну, სადღაც 90%-ს აქვს უფრო მეტად მოჭარბებული ვატა დოშა. ну, როცა ვაკვირდებოდი, ამ დასკვნამდე მივედი. ანუ საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ზოგადად მენტალური აქტივობა ამ კონსტიტუციას და ამ პრაგრეტის უკავშირდება, ხო? და ჰაერის ელემენტი, თვითონ ეთერის ელემენტი ეს აზროვნებას და გონებას განაგებს, თუ რაღაც სხვანაირად არის. კი, აი ძირითადად მოძრაობა. აი ეს დოშა ნიშნავს მოძრაობას. გესმის ნერვული სისტემა, მაგნის ორგანოები, ნერვული სისტემა არის ასევე აი სასქესო ორგანოები, იმიტომ ვამბობ, რომ როდესაც დისბალანსია, იმიტომ უნდა პირველი ჩაკრა აქვს დისბალანსში. და შენ ეხლა ძირითადად ხარ ისეთ ხალხში გიწევს ურთიერთობა, ვინც არის შემოქმედი, ხელოვანი, მწერალი, აი დაუშვათ ინტელექტუალი, ხო? აი ძირითადად ესენი არიან მაგენი. გესმის კრეატივის დიდი უნარი აქვს, მაგრამ თუ დისბალანსში არის, უბრალოდ მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს ყველაფერი. თუ კი ესენი გაწონასწორდებიან, გამშვიდდებიან და წნარდებიან, ესე იგი თვითონ რაც უნარი აქვს 10 იმდენს გამოავლენენ, ხო, რა თქმა უნდა. ნამდვილად. მე თვითონაც ვატადოშა ვარ და ვიცნობ ამ დოშას კარგად.
მაგიტომ. მარტო ვატადოშა ხარ. მარტო არა, ვატაპიტა ვარ. ვატაპიტა, მაგრამ უფრო ვატა. სხვათაშორის მეც ვატაპიტა. აჰა. კი, აი აღნაგობაზედაც ეტყობათ. უბრალოდ რო შეხედავ ადამიანს ორიენტაცია გაქვს რომელი დოშაა და შემდეგ მე უკვე თუმცა იქნება აუცილებლად კაფკაც რაღაცა დოზით გამოვლენილი ცოტათი, მაგრამ მაინც ეც რაც შეეხებოდა ვატადოშას თუ რამე გამომჩას შემდეგ ან ვინმეს კიდევ უფრო აინტერესებს შეუძლიათ კითხვები დასვან ეხლა გადავალ პიტადოშაზე პიტადოშა არის ცეცხლის და წყლის ელემენტი ეს არის და მისი დრო წელიწადის დრო განსაზღვრულია 1 იანვრიდან 1 აპრილამდე და აი ფიზიკურად რო ვატები თუ იყვნენ თხელი, მაღალი, ისეთი აღნაგობით, ესენი არიან აი აბსოლუტურად პროპორციული, სიმეტრიული ნაკვთებით ლამაზი სხეული აქვთ და რო შეხედავ ლამაზი სასიამოვნო სპორტული აღნაგობის ძირითადად ისეთი ხალხი არის. არიან უფრო ქერათმიანები ძირითადად თეთრი ან ვარდისფერი სახისგანი შეიძლება იყოს რიჟები, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როცა გვხდება წაბლისფერი თმით, თაფლისფერი თვალებითაც. და ხო, მაგრამ ხო, აი მარტო ქერები არ არიან ეს სხვა, აი ესენი უფრო როგორი ტიპები არიან, იცი? ესენი არიან პერფექციონისტები, აი ყველაზე მეტი პერფექციონისტები არიან დედამიწის ზურგზე, რომელსაც ახასიათებს პიტადოშის წარმომადგენლები და აი როგორ არის, თუ ვატადოშის შემთხვევაში არანაირი გეგმის მიხედვით ისინი არ მოქმედებდნენ, არანაირი რეჟიმში, ესე იგი და რაღაც დღის წესრიგში ისინი არ იჯდნენ, ესენი პირიქით სულ ყველაფერი აქვთ გაწერილი, აბსოლუტურად გეგმის მიხედვით მოქმედებენ და უნდა აქვთ ჩამოწერილი და უშუალოდ სულ აქვთ აწარმოებენ დღიურს, ყოველდღიურად გეგმას აწარმოებენ და ძალიან მოწესრიგებულები არიან. აი დავუშვათ, როდესაც რაღაცა ისე ხდება, აი მაგენის საწინააღმდეგოდ როგორად ჩაიფიქრებენ, ეს არის მაგენისთვის აი ქვეყნის დაქცევა. აუცილებლად ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა მიდიოდეს და თუ რამე ისე ვერ გააკეთეს, აი პერფექციონისტები არიან, ეს თავიანთ თავმოყვარეობაზე იღებენ, უკვე თავმოყვარეობა შელახულები არიან, რომ ამათი ფიქრით გონიათ, რომ თუ კი ყველაფერი ისე კარგად არ გამოვიდეთ, როგორც თვითონ უნდა, აი სამყარო არ აღიარებთ მაგას. და ის ამ უკიდურესობაში ვარდებიან. როგორ არის იცი, აი ცეცხლის ელემენტი თუ როდესაც გამოდიან წყობიდან, ძირითადად ყოველთვის მოჭარდებული აქვთ ცეცხლის ელემენტი. ამიტომ ეს დოშები უნდა მიეჩვიოს, რომ აი ცეცხლი კი არ უნდა გიზგიზებდეს მათში, უნდა აი სასიამოვნოდ ციმციმებდეს ცეცხლის ალი. აი ესე უნდა იყოს გაწონასწორებული. ამ შემთხვევაში ძალიან კარგია. ძალიან კარგი საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვთ, მეტაბოლიზმი აქვთ გადასარევი და კარგად უძლებენ სიცივეს. და აი შეხედეთ დაკვირდი რომელი პერიოდია მაგენის არა, უკაცრავად მაგენის პერიოდი არის 1 აპრილიდან 15 სექტემბრამდე მაპატიეთ შემეშალა წეხან და უძლებენ სიცივეს, არიან სიცივის მოყვარულები, მაგრამ ვერ იტანებენ სიცხეს. და აი ძალიან უჭირთ ზაფხულში, თუ ძალიან ცხელა დისკომფორტს განიცდიან. უყვართ გრილის სასმელები, მაგრამ აურბედა ყოველთვის გვირჩევს, რომ თავი ავარიდოთ ყინულიან სასმელებს და მე ამ შემთხვევაში პიტებსაც არ ვრჩევდი, რომ ესეთი გამაგრილებელი ყინულიანი სასმელები დალიონ, ძალიან კარგად აბალანსებს მათ უფრო ესეთი გამაგრილებელი სასმელები, როგორც არის ანანასის წვენი, ქოქოსის წვენი, პიტნის ჩაი, პიტნით წყალი, ლიმონით ან კიტრი დაუშვათ, აი ძალიან კარგად აბალანსებს ამათ ცხელ ბუნებას. როდესაც გამოდიან წყობიდან, ღიზიანდებიან, შეიძლება ვთქვათ, რომ აგრესიულებიც კი არიან და აი რატო ეხა ძალიან ბევრს თხოვენ საკუთარ თავს.
უფრო აი მკაცრები არიან, როგორც ახსენე პერფექციონისტები, საკუთარ თავის მიმართაც მკაცრები არიან და იგივენაირად თხოვენ სხვასაც, როგორც თავისთავი ყავთ რეჟიმში და თავისთავი ყავთ წესრიგში, ასე მოითხოვენ სხვასთან და ამიტომ ცოტა ისეთი რთულია ურთიერთობა. მათგან და აი როდესაც გამოდიან წყობიდან მე დასაბალანსებლად ურჩევდი, რომ ძალიან კარგია თუ გაისერინებენ ბუნებაში და უშუალოდ გამოვიდნენ წყობიდან, ხო? გაჩერდნენ, ჩაისუნთქონ, ან წავიდნენ სასეირნოდ, წავიდნენ აი ცურ არის გადასარევი. ვატას პიტას დოშის წარმომადგენლებისთვის აგრილებს, აბალანსებს და ცურ არის ძალიან კაი. და აი მათი მოჭარბებული ენერგია, ცეცხლი, როდესაც აგიზგიზდება ძალიან ისეთი მოჭარბებული ენერგია, ამიტომ კარგია რომ ხალხს ვარ გადმოანთხევენ, ან გარშემოყოფებზე და ამას ყველაფერს გაიტანებენ აი აგრესიულ ენერგიას აწვავენ. მუდმივად იოგა კარგია, ძალიან კარგი არის მათთვის, ასევე კარგია სუნთქვით პრაქტიკები, მედიტაციაც კარგია, რადგან მედიტაცია ყველანაირ სტრესს იდეალურად უმკლავდება. კიდე რა მინდოდა მე თქვა ვატებზე. ანუ ის არ გვიხსენებია თვითონ, ანუ რა ელემენტებია, ცეცხლი და წყალი? ცეცხლი და წყალი, ცეცხლი და წყალი, ელემენტებისგან შედგება კი. ეს თავიდანვე ვახსენეთ. აშორება მე გამოჩა. კიდე რამე ხო გამოჩა. არაუშავს. სხვა კიდე ხო, აი სტრესს როგორ უნდა გავუმკლავდნენ თქვით, ყვება ხელმძღვანელი თანამდებობებზე ალბათ ყველა თავის თვისებებიდან გამომდინარე, კარგი ხელმძღვანელები იქნებიან წესით. ძალიან კარგი ორატორები არიან და ასევე ლიდერები არიან. იქიდან გამომდინარე, რომ აი ყველაფერი უყვართ გეგმის მიხედვით. თუმცა ცოტა მკაცრები არიან და ცოტა ისეთი ჭირს მაგათთან ურთიერთობა აი ამ ხრივ, იმიტომ რომ იმდენად თვითონ იდეალურები არიან, სხვაებიც უნდათ რომ იდეალურები იყვნენ და აი ეს უნდა მიეჩვიონ, აი თუ კი ვატას შემთხვევაში კარგი იყო რომ დამიწება ესწავლათ და სულ ჰაერში არ უნდა იფრინონ, ამგენმა უნდა ისწავლონ რომ აი თუ კი რაღაცა ისე არ გამოვიდა როგორც თვითონ უნდა, ეს არ აქვს ქვეყნის დაქცევა. სამყაროში ეს არ არის მნიშვნელოვანი უფრო არის ურთიერთობა, ვიდრე ესეთი ჩარჩოებში, ყველაფრის ჩასმა ჩარჩოებში. და ეს აბსოლუტურად შეუქმნით, აი ამას თუ ისწავლიან, უფრო მოეშვებიან და სტრესებისგან განთავისუფლებიან. მესამე დოშა არის კაფა დოშა და ეს არის თუ კი ესენი იყვნენ ისეთი თხელი აღნაგობის, თხელი თმით, მშრალი კანით, უფრო ესენი არიან პირიქით. აი რო ვახსენებთ დაბადებიდან ძვალმსხვილი დაუშვათ. ესენი არიან კაფა დოშის წარმომადგენლები. ახასიათებთ ისეთი, ხო, ამათი პერიოდი არის წელიწადის დროებში, გამოყოფილი აქვთ 1 იანვრიდან 1 აპრილამდე. 1 იანვრიდან 1 აპრილამდე უფრო არის აი შემოდის გაზაფხული, კიდე სიცივე იგრძნობა და ყველაზე მეტად მომატებულია, ყველაზე მეტად ჰაერში ნესტი არის მომატებული, ტენიანობა და ამ დროს ყველაზე მეტ დისკომფორტს განიცდის კაფა დოშა. რადგანაც აი თვითონ ბუნებითაც მიდრეკილები არიან შეშუპებისკენ უფრო მათი სუსტი მხარი არის აი ლიმფური ჯირკვლები, ლიმფური სისტემა. აქვთ ესეთი სავსე სხეული, აქვთ ცოტა ცხიმიანი კანი, სქელი, ცოტა ცხიმიანი თმა, ესეთი როგორი აი ცოტა ესეთი როგორი თითები, აი მინგენს თუ აი თხელი, ესეთი დახვეწილი თითები ქონდათ, ამას ცოტა მსხვილი თითები აქვთ, რომ შეხედავთ, აქვთ ფართო მეტყველი თვალები აქვთ, ცოტა სქელი ტუჩები აქვთ. და არიან ძალიან გაწონასწორებული. აი ეს თუ დაუშვათ ვატა იყო, აი გაუწონასწორებელი, დაუბალანსებელი, ყველაფერში სწრაფი, საუბარში სწრაფი მოქმედება, ესენი პირიქით არიან, აი ძალიან დინჯები არიან, ძალიან გაწონასწორებული, თავიანთ თავში, როდესაც წონა ბალანსში არის კაფა. აი ფილმი ხო იცით, ყველაზე სწრაფები მსოფლიოში როა ფილმი, რო ეჯიბრებიან ერთმანეთს, გამხდარი იმერელი და ესეთი დინჯი რაჭველი. ეს არის ვატას და კაფას კარგი მაგალითი ალბათ. კი, აი ზუსტად. ძალიან კაი რაჭველები ძირითადად ისეთი რაჭველი მამაკაცებია, ხო? ისეთი კაფას წარმომადგენლები არიან.
ხო, აი უყვართ ძალიან შრომა, ბეჯითები არიან და გარდა იმისა, რომ აი დაუშვათ გონებრივი შრომა, ფიზიკურათაც კი უყვართ შრომა და ხო, აქვთ კარგი საჭმლის მომნელებელი სისტემა არა აქვთ, ცოტა ცუდი საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვთ და აი ამ ხრივ ყურადღება უნდა მიაქციონ, უფრო უნდა იყვებონ ადვილად მოსანელებელი საკვებით და იქიდან გამომდინარე, რომ შეშუპებისკენ არიან მიდრეკილები, აი უნდა დააბალანსონ სითხის მიღება. ასევე არიან ძალიან კარგი მსმენელები. თუ კი ვატას და პიტას შემთხვევაში ესენი უფრო თვითონ ლაპარაკობდნენ, სულ პირიქით, აი, კაფა ძირითადად თვითონ არასდროს არ ლაპარაკობს, ყოველთვის უსმენს. და სამეგობროში ხო ყავს ასეთი ყავს თუ ყველას ესეთი ადამიანი, რომ ყოველთვის შეგიძლია, რომ ყოველთვის მოგისმენს, იცი და შეგიძლია, რომ ეს შენი პრობლემები მასთან ილაპარაკო. არ შევაკითხო და უშუალოდ ძალიან კარგი ძალიან როგორ იცი, ცოტა რთულად ითვისებენ ახალ აი მასალას, ახალ ინოვაციებს, აი რასაც სიახლეებს ცოტა რთულად ითვისებენ, მაგრამ ძალიან კარგად ითვისებენ და ძალიან დიდხანს ახსოვთ. აი მაგალითად ვატა ძალიან ადვილად ითვისებს და ძალიან ადვილად ივიწყებს. ცოტა ისეთი დაუბალანსებელი ელემენტია. ესენი პირიქით, აი დინჯები არიან, უნდებიან ცოტა დიდი ხანი ამ ახალი სიტუაციის ათვისებას, მაგრამ უფრო მყარად იციან და ბოლომდე იციან. ამიტომ თუ დავუშვათ, ხო, არიან როგორები, ცოტა ზარმაცები არიან, უყვართ საქმის გადადება და ხო, და არ უყვართ აი დავუშვათ სახლიდან გასვლა. აი თუ გინდა კაფას სიამოვნება, აი როდესაც თვითონ მაქსიმალურად სიამოვნებით არის ხალათში დავუშვათ, მთელი დღე სახლში შეუძლია იყოს და მირთვას ტკბილეული. აი ეს არის ამათი სიამოვნების პიკი. აი არ აქვს დისკომფორტი, რომ მთელი დღე იყოს სახლში, დავუშვათ 2 დღე იყოს სახლში, არ აქვს ამის დისკომფორტი. და ამიტომ, როდესაც გვინდა რომ ბალანსში მოვიყვანოთ, საერთოდ უნდა იაქტიურონ, მეტი აქტიურები უნდა იყონ, ჭირდებათ აუცილებლად რეჟიმი, აუცილებლად ჭირდებათ ფიზიკური აქტივობა. თუ კი რეგულარულად ფიზიკურ აქტივობაში არიან, აი სასიცოცხლო ენერგია ბალანსში აქვს და კარგად მიედინება და უფრო მეტი სიცოცხლის უნარიანები არიან, რადგანაც სულ სახლში ყოფნამ დავუშვათ, სულ სხვისმა მოსმენამ შეიძლება ესენი ადვილად გამოიყვანონ წყობიდან ეს არ გამოხატავენ, თავიანთ სტრესს და ემოციას ყველაფერს გულში იბრუნებენ და ძალიან ადვილად ვარდებიან დეპრესიაში. და ამიტომ დეპრესიაში რო არ ჩავარდნენ, სულ უნდა იყვნენ მოძრაობაში. თუ კი დავუშვათ ვატა დოშა პირიქით უნდა ცოტა შევანელოთ და ისინი სულ ქარივით მოძრაობაში არიან, ესენი პირიქით უნდა ვეცადოთ, რომ როდესაც თუ კი გრძნობთ, რომ ჩვენში არის დომინირებული კაფა დოშა, ამ ხრივ შეგვიძლია დავაბალანსოთ. ამ შემთხვევაში ძალიან კარგია იოგა, აშტანგა იოგა. დავუშვათ, ასევე კარგია მზის მისალმება, სურია ნამასკარ, თუ კი გააკეთებენ, მედიტაცია როგორც ახსენე, ყველასთვის კარგია. და კვებით უნდა იყვებონ ესეთი მსუბუქად მოსანელებელი საჭმელით მოერიდონ, როდესაც განსაკუთრებით გრძნობენ, რომ გაღიზიანებულები არიან, როდესაც აი როგორ არის, აქვთ დღეები, როცა სავსედ გრძნობენ თავს, აი შეშუპებისკენ მიდრეკილები არიან და აი სავსედ არის. ამ დროს მოერიდონ აუცილებლად ტკბილეულს, აუცილებლად ხორცს, ცხიმიან საჭმელებს და მძიმე საჭმელებს. და აი როგორ არის კიდე იცი, როდესაც ემოციურები არიან, თავიანთ ემოციას კვებაზე გადააქვთ այդ ემოცია და ბევრ ტკბილეულს ჭამენ. ამიტომ უნდა იცოდნენ, რომ ტკბილეულის ნაცვლად დავუშვათ გავიდნენ მეგობრების წრეში და მარტო მსმენელები არ იყვნენ. ამ დროს თვითონაც კარგია თუ ისაუბრებენ. ამ შემთხვევაში თვითონ უნდა დასვან კითხვები. აი, როდესაც გრძნობენ, რომ ცოტა ისე ვერა, თორე ძალიან ადვილად ვარდებიან დეპრესიაში და ძალიან ძნელად გამოდიან, შემდეგ დეპრესიიდან დიდ დროს ამბობენ, რომ დეპრესიიდან გამოვიდნენ. ესენი იყო ძირითადად და აი, არ ვიცი ვახსენე თუ არა, ყველა ჩვენგანში, ეხა არ ვიცი, ალბათ მსმენელმაც ამოიცნო თავისი დოშები მეტნაკლებად
და ყველაში ძირითადად როგორც წესი ორი დოშა დომინირებს. არას დროს არის თითქმის ერთი დოშა. ასევე არის აიურვედაში მარტო აი საკვების მიხედვით არ ბალანსდება დოშები, არის სხვადასხვა მეთოდები. აი აიურვედა თავიდან არ მიხსენებია როგორი ჰოლისტიკური მედიცინა არის, იცი? აი განსაზღვრული ტაბლეტები და რაღაცა ინიექციები აქ არ არსებობს, ეს შემდეგ შემოვიდა, მე უბრალოდ ეს ნატუროთერაპიაც მოიცავს, ფიტოთერაპიაც, ეს ტაბლეტები რაც შემოვიდა, ეს შემდეგ ეტაპებზეა. აი თვითონ აიურვედა არის ესეთი აქვთ არის არომათერაპიით მკურნალობა. შეიძლება დავაბალანსოთ ეს დოშები არომათერაპიით, ადამიანის მკურნალობა. არის ასევე მუსიკით მკურნალობა, მანტრებით მკურნალობა აიურვედაში. და ამ ხრივად შეიძლება დაბალანსდეს დოშები. ასევე არის ჩაკრების დაბალანსებით კარგად ბალანსდება დოშები და არის კიდე ფეხის აი ტერფის რეფლექსოლოგია, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია გამოვიცნოთ, რომელი ორგანოებია გამოსული, თქო, რომელი გამოსამისაცემ და იქ მასაჟ სპეციალური რეფლექსების გააქტიურებით, მასაჟებით შეგვიძლია ესეც დავაბალანსოთ. და მე როგორც ვიცი, აიურვედაში, ესე ვთქვათ, ჯანმრთელობის მთავარი პრინციპი მაინც კვებას უკავშირდება და ჯანსაღი და სწორი კვება არის ჯანმრთელობის საწინდარი. ხო? კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაც ვართ, ჩვენ რასაც ჭამთ, რითაც ვიკვებებით ვართ ის, ხო? აი, გარის სამყაროდან, მაკროსამყაროდან, აი რა გამოგხობს ჩვენ? გამოგხობს კანი, რომელსაც ვეხებით ზედაპირულად და გამოგხობს საჭმლის მომნელებელი სისტემა, ხო? აი დავკვირდით, რაც არის საჭმლის მომნელებელი სისტემასა და კანს შორის, აი ეს არის ადამიანი. და აი ეს თუ კი ცუდად ვიკვებებით, კანიდან დაწყებული ყველა ფერზე, ყველა ორგანოზე აისახება ჩვენ სასიცოცხლო ენერგიაზეც, ვართ უმოქმედოები, უენერგიოები, აი დილიდან რო დაღლილი დგები, ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის კვებას. განსაკუთრებით თანამედროვე ყოფაში დღეს, როდესაც გადაღლილი, აი დასტრესილი კიდევ ესეთი რაღაც წამეკითხავს, აი რომელიღაც ლიტერატურაში აიურვედაში ზუსტად არ მახსოვს, და პრინციპში ჩემი დაკვირვებითაც ემთხვევა და ანუ შენ რა იცი ამის შესახებ, რომ დღის განმავლობაში ყოველ 4 საათში ასევე იცვლება დოშები. მაგალითად, საღამოდან რო დავიწყოთ, თქვა საღამოს 6-დან 10-მდე არის კაფხა, მერე 10-დან ღამის 2-მდე პიტა, 2-დან 4-მდე ვატა და კიდე ესე სწორად მეორდება ყოველ 4 საათში. კი, აი ეს იმიტომ რომ შეხედე რო ახსენე რომ აი კაფა დოშის პერიოდი, აი 10-დან აი 6-დან 10 საათამდე დავუშვათ უკაცრავად, ჩვენი საჭმლის მომნელებელი ცეცხლი, აი რაც ძირითადად აი აიურვედა დგას აი ამაზე, ხო, საჭმლის მომნელებელი ცეცხლი აგნიზე და ამასაც მოკლედ აღწერ და ეს მელდება, ხო? და აი თავიდან ვახსენე რომ კაფადოშაც არის ესეთი შემელებული, აი ეს დინჯი გაწონასწორებული, ნელი ადამიანი და ეს დაყოფილია უბრალოდ, აი ეს პერიოდი მიკუთვნებული აქვს ამას. ორი პერიოდი აქვს 24 საათის განმავლობაში კაფას, პიტას და ვატას. ეს უბრალოდ აი როგორ აიცი, ეს მე რასაც ვამბობ, ეხლა რასაც ყვები, ეს არის ზოგადად. მაგრამ რუკა არის ადამიანის ამას ორიენტაციას მოგცემს, ინდიკატორს მოგცემს, როგორ ეს უკვე მე პირადი კონსულტაციის დროს უფრო მეტად დაწვრილებით, გამოკვლევით ხდება, რომ აი რა დეტალი უნდა გააქტიუროს, იმიტომ რომ როგორც გითხარი, სამივე დოშა არის აბსოლუტურად ადამიანში წარმოდგენილი, მაგრამ დომინანტი არის ორი ძირითად შემთხვევაში და აი მე ეს უფრო პირადი კონსულტაციის დროს უფრო დეტალებში ხდება ჩასვლა და დეტალების ისეთი განსაზღვრა და შემდეგ მითითებების მიცემა. და ისე ზოგადად აიურვედა საერთოდ სულ ურჩევს, რომ აი დილით ადრე ადგენ დაუშვათ მზის ამოსვლასთან ერთად ადგენ, მაგრამ აი იგივე კაფადოშა შეხედე არის ზუსტად აღარ მახსოვს საათი და შუადღის 6-დან არა 11-დან
აღარ მახსოვს დილის საათები, აი იმ საათებში აფარი გაკვირდი, 6-დან 10-მდე. როდესაც 6-დან 10-მდეა ზუსტად. არა, 2:24 საათში ორ-ორი დრო აქვს მინიჭებული, ამგენს უბრალოდ ზუსტად ამომივარდა ხა თავიდან აღარ მახსოვს და შეხედე როგორ არის. ეს კაფახო არის შენელებული ტიპი, აი ნელი, დინჯი, უფრო მძიმე ტიპი არის, ხო? და დილას, როდესაც ერჯერ მაინც გადაგვიჭარბებია ძილისთვის, ხო, შეგვზარებია ადგომა და დიდხანს გვიძინია. და ძირითადად 99% ადამიანებს როცა დგება, აი დაუშვათ 11 საათს, 12 არის გაბრუებული, დამძიმებული, იმასთან შედარებით, რომ დაუშვათ ვინც დგება 8 საათზე, რო ავდგებით, შეიძლება ცოტა ხანი ან 6 საათზე, 5 საათზე ცოტა ხანი გაგიჭირდეს და მე ძალიან ენერგიულად ახარ, ხო? და შუა დღეზე რო ადგები, საწოლიდან ხარ მძიმედ, ვეღარ აგნებ ვერაფერს, გაბრუებული. აი ესეთი დროები აქვს მინიჭებული. და შესაბამისად ადრე დაძინებასაც გვირჩევს ალბათ აიროედა. საერთოდ აიროედა გვირჩევს მზის ამოსვლისას ადგომას და მზის ჩასვლისას დაძინებას, რადგანაც აი დავუშვათ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ხან ვთქვი რომ აი ისიც განვიხილოთ თქო. აი აგნი არის ჩვენი საჭმლის მომნელებელი ცეცხლი. და აი ამაზე ძალიან ბევრი რამე არის. მთელი აიროედა აწყობილი. აგნით მეტაბოლიზმი არის ის, რაც ჩვენ გვაძლევს სიცოცხლის უნარს, მოძრაობის ენერგიას, რაც გვაძლევს, ხო, საჭმელი და უნდა მივიღოთ საჭმელი სწორ დროს და სწორად. და თუ კი კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენი დოშების მიხედვით კიდე დავაბალანსებთ ამ კვებას, არ არსებობს, რომ იგრძნობ, აი ძალიან მალე იგრძნობ ენერგიის მატებას. და ის აისახება კანზედაც, აისახება შემოქმედებით უნარზედაც, მუშაობის უნარზედაც და ერთი სიტყვით ნუ ყველაფერზე შენ სიცოცხლეში. აი როდესაც დილას ვდგებით და დილით აუცილებლად გვიჩეს აურვე და დავდიოთ თბილი წყალი. აუცილებლად თბილი წყალი და არა ყავა ან ცივი წყალი ან რამე. ეს თბილი წყალი წმინდას ჩვენ ღამენათევ კუჭნას წავს ორგანიზმს. კარგია თუ დავუშვათ ერთ ჩაისკოს თაფს ჩავამატებთ თბილ წყალში. შემდეგ 8-დან 9 საათამდე ვისაუზმებთ, ეს ზოგადად ყველა დოშასთვის კარგია, ვისაუზმებთ ამ დროს იღვიძებს ჩვენი საჭმლის მომნელებელი ცეცხლი, ხო? აი ნელ-ნელა იწყებს გამოღვიძებას. და დილას ახლა სასურველია არ მივირთვათ მძიმედ, მსუყეთ არ მივირთვათ, რაღაც ისეთი, აი თუნდაც ხილი მივირთვათ დილას, ძალიან კარგია. და ამას ხილის მირთმევას კიდე დილით მე მაგალითად მიტოვ რჩევ ადამიანს რომ აი დააკვირდნენ ვისაც ტკბილის მოთხოვნილება აქვს და ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი მომართავს რომ აი როგორ დავანებოთ ტკბილს თავს ტკბილზე ვარ დამოკიდებული ამას თავისი მისესები აქვს კიდე აი ეს ადამიანები რომ ვინც განსაკუთრებით ტკბილს ვერ ანებებენ თავს დილით ივსებიან ნახშირწყლებით და შემდეგ აღარ უნდებათ დღის განმავლობაში იმდენად ტკბილი და იმდენად აღარ არიან ტკბილზე დამოკიდებული. შემდეგ აიურვედაში კარგია ჩვენ ვურჩევთ სულ რომ წასუსნავება, ჭამასა და ჭამა, აი ისინი დაივიწყონ, თუ კი უნდა რომ ადამიანს იყოს ჯანმრთელად, ქონდეს ჯანმრთელი წონა, არ შეაწუხოს წონა და შემდეგ ჩვენი საჭმლის მომნელებელი ცეცხლი თანდათან ძლიერდება და ყველაზე უფრო მაქსიმალურ წერტილს აღწევს 12-დან შუა დღეს 12-დან პირველ საათამდე. აი ამ დროს უკვე შეგვიძლია შევჭამოთ მივირთვათ შედარებით მძიმე საკვები. აი მცილები შეგვიძლია მივირთვათ ბოსტნეული. აიურვედა ძირითადად, აი აიურვედის მიხედვით ძირითადად უფრო რეკომენდაციას უწევს თბილ საჭმელებს ყოველთვის. უფრო მოშიშულ ბოსტნეულს, თბილ აი უმსაკვებს ცოტა ნაკლებად უწევს რეკომენდაციას. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, არის ძალიან ბევრი ადამიანების ჯგუფი, კატეგორია, რომელიც უმიკვებით იკვებება და ოღონდ შედარებით უფრო მსუყეთ, მძიმედ, დანაყრებით შეგვიძლია ვჭამოთ 12-დან პირველ საათამდე, რადგანაც ამ დროს ჩვენი საჭმლის მომნელებელი ცეცხლი კარგად გიზგიზებს, ასე ვთქვათ, და ბოლომდე ამუშავებს საჭმელს. ასევე დოშას პერიოდია, ეს პერიოდია ზუსტად ის 4 საათი, საათიდან 2-მდე. კი, იმიტომ რომ ცეცხლი არის ჩვენი საჭმლის მომნელებელი ცეცხლი, აგნი კარგად გიზგიზება და პიტადოშაც ხო ცეცხლის და წყლის ელემენტი არის. და შემდეგ უკვე იწყებს ნელ-ნელა ჩვენი ცეცხლი განელებას
და სადღაც 5-6 საათისთვის 6-7-ის ნახევრის მერე არ არის რეკომენდებული საჭმლის მიღება, ცოტა უფრო მსუბუქად უნდა მივიღოთ საჭმელი. ამას თუ თავიდან ახლა ცოტა უჭირთ ამის გაკეთება, მაგრამ ვინც ჩაჯდება ამ დღის წესრიგში არ არსებობს, რომ შეაწუხოს ადამიანს ზედმეტმა წონამ. თუკი ჩვენ იმასაც დავიცავთ, თუ დავუშვათ ძალიან არ გადავაჭარბებთ საკვებს, ასევე მნიშვნელოვანია დაუშვათ, კარგი, ქართველები ვართ განსაკუთრებით და არა მარტო ქართველები, ვიყავით რესტორანში, ან ცოტა მეტი მოგვივიდა სადილზე. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ ვახშამი, თუ გრძნობთ, რომ ჩვენი საჭმლის მონელებელი სისტემა დაცლილი არ არის. აი, თუ ისევ მაძღრათა ვართ, ისევ სავსეთა ვართ, მაშინ ჯობია რომ გამოვტოვოთ ვახშამი. უნდა ვაცალოთ ჩვენ საჭმლის მონელებელ სისტემას ბოლომდე აითვისოს ის მიღებული საკვები. სხვა შემთხვევაში ორგანიზმში გროვდება შლაკები, მოუნელებელი საჭმლის ნარჩენები, რაც არის ამა, ხო? სანსკრიტზე. შხამი და სანსკრიტზე კი ამა, იგივე შხამი. ეს არის და ეს ამა არის ზუსტად 90% შემთხვევაში, რომ იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენ საჭმლის მონელებელ სისტემაში თვალით, აი დაუშვათ კანი თუ დაგვიზიანდა, ამას ვხედავთ. და დავუშვათ პანიკაში ვარდები თუ ძალიან დაგვიზიანდა, მაგრამ საჭმლის მონელებელ სისტემას ვერ ვხედავთ და აი ხშირ შემთხვევაში უფრო ყურადღებას აქცევთ დავუშვათ ვიდრე ჩვენ ვიზუალურ მხარეს, ვიდრე ჩვენ კანს. ჩემ გამოცდილებასაც მოვყვები, დაახლოებით, რამდენიმე წლის წინ ვიცავდი ძალიან ისე ნებისყოფით აირუედას პრინციპებს კვების და ზუსტად ადრე ვდგებოდი, ეგრე ვიკვებებოდი დილას თაფლი, მხოლოდ და ხილი, არანაირი სხვა ნახშირწყლები, მოკლედ კბილეული დილას, საღამოს წყლს არ ჭამდი და ყველა პრინციპს ვიცავდი. უბრალოდ მე გადავაჭარბე იმაში, რომ მე ვატადოშა ხო ვარ და ვიყავი და ზედმეტი ასკეტიზმი მომივიდა, მე დავიწყე შიმშილობები. და მოკლედ ამით დავიზიანე რაღაც კუთხით კუჭნაწლავის სისტემა, ზედმეტი შიმშილობით. ცოტა მეტი მომივიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში როცა ზომიერად და ჯანსაღად ვიკვებებოდი, აი ძალიან ენერგიულიც ვიყავი და აი კარგად ვცნობდი თავს, ერთადერთი ის რომ ძალიან გამხდარი ვიყავი. ანუ ამას ვერაფერი ვერ უშველე, ესე ვთქვათ. კი, მაგრამ ენერგიული იყო. კი, ენერგია ბევრი. აი მთავარი ეს დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა არის სასიცოცხლო ენერგია, ხო? აი დილიდან რომ დაღლილი დგება ადამიანი დღეს 21 საუკუნის. აი რატო მოიტანა დაუშვათ ამ. ეხლა ამას შეიძლება ვიღაცა გვისმენდეს და იფიქრონ, რომ დაუშვათ იფიქროს ეხლა რა ვატა, რა პიტა, ეხლა კიდე აი რომელიღაცა ქართულ ფილმში ერთი კაბასღა ვიცმევდი ჩემ ჭკუაზე და ახლა ის არ დამაცალოთო, ეხლა საჭმელს ჭამდი ჩემ ჭკუაზე და დაუშვათ ისიც არ დამაცალო. მაგრამ ამას როდესაც შენ კონსტიტუცია, შენ დუშას გაარკვევ და აი დაიწყებ პატარ-პატარა ნაბიჯებით, ამ პრინციპებში ჩაჯდები, არაფერი აქ რთული არ არის და იმდენად წამოვა ეს ხალასი ენერგია, სასიცოცხლო ენერგია, იმდენად ენერგიულად იგრძნობს თავს, თან როდესაც რაც უფრო ნაკლები ამა ორგანიზმში და რაც უფრო კარგად მუშაობს ჩვენი მეტაბოლიზმი, ჩვენი საჭმლის მონელებელი სისტემა, აი მით უფრო ნაკლებად გვინდება არაჯანსაღი საკვები. უბრალოდ დააკვირდით, აი ძალიან ბევრი მომართავს როდესაც ჩვენთან მოდიან დასახმარებლად, საიდან დავიწყო? ან რამდენიმე ჯგუფში პოსტავ ხოლმე და ხშირად უკითხავთ, საიდან დაიწყო? სულ ყველაფერსო თავი დავარნებოთ, აი გავვრიცხოთ ყველანაირი დოშები, ყველანაირი ვარჩვეულებრივი ადამიანი, არ მაინტერესებს ჰოლისტიკური მედიცინა, ესეთი პრინციპები, აირუედას პრინციპები და მე უბრალოდ მინდა რომ ვიყო ჯანმრთელი და საიდან დავიწყო? აი ჩემი პირველი რჩევა ამოიღეთ შაქარი. ამოიღეთ რაფინირებული შაქარი და აქედანაც კი აი ეს ერთი პატარა ნაბიჯი. მე არ ვამბობ ამოიღეთ ნახშირწყლები. მაგრამ პირველი ნაბიჯი ამოვიღოთ რაფინირებული შაქარი და აქაც კი შეხედავთ ერთი კვირის მერე აი 30%-ით მოიმატებს თქვენი სასიცოცხლო ენერგია. აი თქვენი კრეატიულობა იქნება მე მაქვს ჩემ ჯგუფებში უფრო დაწვრილებით სტატიები, ახლა აქაც დაწვრილებით აღარ ვილაპარაკებ, რამდენ დაავადებას იწვევს შაქარი. და ის შემდეგ კიდე თუ სწრაფ ნახშირწყლებს ამოიღებს ადამიანი და ესეთი პატარა ნაბიჯები და მე თვითონ ექნება სურვილი ადამიანს, თვითონ მივა იმ ზომამდე, რომ აი ეს დოშები გააკონტროლოს, დააბალანსოს
და რაც უფრო ჯანსაღად გრძნობს ადამიანი თავს, არავითარ შემთხვევაში მე უკან ახარ დაიხარ. შეიძლება ხა ჩავარდეს რესტორანში, ვიყოთ დაბადების დღეზე, ვიყოთ რაღაცა დავარღვიოთ რეჟიმი, ისინი რობოტები არა ვართ, რომ სულ რეჟიმის მიხედვით ვერ იკვებება ადამიანი, მაგრამ ამის გამოსწორება ერთჯერადად რომ დაარღვე უფრო ადვილია, ვიდრე ახლა უმეტესობა ჩვენი სტილი, ქართველების ცხოვრების სტილი მოგეხსენება, ხო ეს ცოტა მანანა ორ საკვები პროდუქცია მაინტერესებს აიურვედას, ეს თქო შეხედულება. ანუ ჩემი წარმოდგენა მაქვს დაახლოებით, მაგრამ შენი აზრი მაინტერესებს. პირველი კოფეინი, იმიტომ რომ კოფეინი ვიცი რომ ვატადოშას ეს თქო აბუქებს, აფორიაქებს უფრო მეტად და ხორცის პროდუქტი. ზოგადად ყავას აიურვედა არ წავავს. აი ყავა იწევს როგორც სულ რო გამორიცხოთ ყველანაირი დოშები, როგორ არის იცი, ყავა უფრო წევს აი ნერვულ სისტემას აღაგზნებს, ხო? და აი ვინც მედიტირებს, ვინც ვარჯიშობს, დაუშვათ სუნთქვის პრაქტიკებს, მეტად აი აუცილებლად შეამჩნევს თუ ამოიღებს ყავას რაციონიდან, აუცილებლად შეამჩნევს და კოფეინს ძირითადად რომ მისი მედიტაცია გაცილებით უფრო ღრმა გახდება და გაცილებით უფრო ადრე ექნება აი ეს კარგი შედეგები, აი ბოლომდე ჩავა მედიტაციაში, ვიდრე ყავასთან ერთად. ეხლა ძალიან უჭირთ ყავის ამოხება, მაგრამ დილა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყო ყავით. რატო? და კიდე ძალიან ბევრ განვაკვირდები და ადრე მეც ვაკეთებდი, საჭმლის შემდეგ უყვართ ყავის დაყოლება. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გააკეთონ და რატო? ყავა ბლოკავს მინერალების და ვიტამინების ათვისების უნარს ორგანიზმში. და როდესაც ჩვენ ისთვის ვიკებებით, ხო, რომ ვიყოთ წესიქში გქონდეს ვიტამინები, მინერალები და ეს განაპირობებს ჩვენს კარგ მეტაბოლიზმს, ჩვენს სიცოცხლის უნარიანობას, ჩვენს კარგ კანს და იმ ენერგიას, რასაც ამდენს ვლაპარაკობთ. და კალციუმიც გამოაქვს. გარდა იმისა, რომ კალციუმი გამოაქვს ორგანიზმიდან, აი დაუშვათ რკინის ათვისებას უშლის ხელს, მაგნეზიუმის ათვისებას, იმის, რასაც აი ბოსტნეულს რისთვის ჭამთ, ხო, ხილს რისთვის ჭამთ, ეს მინერალები და ვიტამინები გქონდეს ბალანსში. და აი ეს ძალიან ცუდია ამ მხრივ, ზოგადად კოფეინი ცუდია, მაგრამ ყავა განსაკუთრებით ცუდია. არის მე მაგალითად თავაზობ, ვისაც არ შეუძლია კოფეინის გარეშე, შედარებით უფრო კარგი ვარიანტი არის მაჩას ჩაი, მწვანე ჩაი, უფრო მეტი კოფეინია, ვიდრე ყავაში, გაცილებით მეტი, მაგრამ შედარებით უფრო როგორ გითხრა, უფრო კარგი კოფეინია ვიდრე ყავაში. რაც არ უნდა კარგი ხარისხის იყოს ყავა, მაგრამ ნუ შეიძლება ხა ერთი ფინჯანი თუ ვერ წდება ადამიანი, ყავას ერთი ფინჯანი კარგი ყავა, ახალი დაფული მარცვლებით მიიღო, მაგრამ მე მაგალითად არავის არ ურჩევ. გაცილებით უფრო კარგად იგრძნობენ თავს თუ ამოიღებენ ყავას. მეორე რაზე მკითხე? ხორცის პროდუქტები. ხორცის პროდუქტები, ხო, აი ძალიან ბევრი მეკითხება დაუშვათ, რომ რატო უნდა გავხდე ვეგანი, რატო უნდა გავხდე ვეგეტარიანი, რაიც როგორ ამოვიღო ხორცი და ვერთმო. არის, როდესაც ადამიანი იწყებს სულიერ განვითარებას, უფრო აი დაინტერესდება ამ საკითხებით, რეგულარულად მედიტირებს, ან რეგულარულად ლოცულობს, ან ვარჯიშობს იოგას, აუცილებლად გაუჩნდება მოვა ის მომენტი, რომ გაუჩნდება ხორცთან მოწინააღმდეგობაში, აღარ ისიამოვნება ხორცი. აი მაგალითად სადგურო ამბობს ასეთ რაღაცას, თუ ვერთმობ არ მედიტირებ, არც იოგით ხარ დაკავებული, ანუ ბოლო-ბოლო ლოცვას მაინც ვამბობ, მაგრამ კარგი არის თუ მივირთმევთ ისეთ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც ადამიანის სტრუქტურასთან, აი უფრო შორს, რაც უფრო შორსაა. აი დაუშვათ ხორცს თუ ჩავანაცვლებთ თევზით, დაუშვათ ან ზღვის პროდუქტებით. და ეხლა როგორც კლასიკური დიეტოლოგია, ნუ გამორიცხავს, რომ დაუშვათ არ შეიძლება ხორცის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ თევზის გარეშე, ეს აუცილებელი საკვები პროდუქტებია, მაგრამ
თავისივე დებულებასთან მოდიან წინააღმდეგობაში. მეორე მხრივ არსებობს ჩვენს ორგანიზმში ტუტე და მჟავე ბალანსი, ხო? არის საკვები, რომელიც აძლიერებს ტუტე ბალანსს, არის საკვები, რომელიც გააჩნია ეს კოეფიციენტები თავისი სხვადასხვა საკვებს და აძლიერებს მჟავა გარემოს. მჟავა გარემოში ადვილად აღმოცენდება ყველანაირი დაავადება და ტუტე გარემო, რაც უფრო ტუტე გარემოს შევქმნით ჩვენ საჭმლის მომნელებელ სისტემაში და ჩვენ ორგანიზმში ზოგადად, მით უფრო ძალიან ძნელად, მაგალითად, კიბოს უჯრედები დაადგინეს, რომ ტუტე გარემოში ვერ ცოცხლობს და არ წარმოიქმნება. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ მივიღოთ შედარებით ტუტე კოეფიციენტის მქონე საკვები, რომ ვიყოთ ჯანსაღი და ჯანმრთელები. აი ყველანაირი ხორცის პროდუქტს აქვს ყველაზე მაღალი მჟავა კოეფიციენტები. მე თუ სურვილი ექნებათ, მე შემიძლია მაგმა საიტსაც განვათავსო ხორცის და თევზის ეს თვითონ კოეფიციენტები, რომელი რამდენში იცავს, ჩემ ჯგუფში შემიძლია განათავსო ყველა ხორცის პროდუქტი. არის მჟავა. აქედან გამომდინარე, ეს ერთი რო არ არის სასურველი. რაც უფრო ცოტას მივიღებთ, მით უფრო სასურველია. შეიძლება ხა ვიღაცა შემედაოს, რომ ცილის მარაგი საიდან უნდა მივიღო. არსებობს ისეთი მცენარეები, რომლებიც გაცილებით მეტი ცილის შემცველობა აქვს, დაუშვათ მეტი რკინის შემცველობა, ვიდრე ხორცს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანი არ არის მცენარის ჭამელი. ადამიანი არის ხორცის მჭამელი, ამას ჩვენი კუჭიც ადასტურებს. ეს არის მე-5 კლასის თუ მე-6 კლასის ანატომია და ასე რომ ვერ ვიტყვი მე ცალსახად, რომ არ უნდა მიიღო ხორცი, მაგრამ სასურველი არ არის ხორცის მიღება. ნუ თუ თან ისიც არ არის სასურველი, თუ დავუშვათ, ეხლა ვიღაცამ გადაწყვეტოს, რომ ხვალიდან მე ვეგანი უნდა გავხდე და საერთოდ ამოიღოს ხორცის პროდუქტი, თევზის პროდუქტი, კვერცხი თავისი რაციონიდან, არავითარ შემთხვევაში ასეთი მკვეთრი ცვლილება კვების რაციონში არ შეიძლება. არ თუნდაც დაუშვათ ვიღაცას მოუნდეს, რომ ხვალიდან იყოს უმჭამელი, უმკვებაზე გადავიდეს, არავითარ შემთხვევაში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებენ თავის ორგანიზმს და ძალიან ბევრი გართულების გამოიწვევს. მე მაგალითად 2015 წლის მერე სადღაც 4 წელიწადი ვიყავ ვეგეტარიანელი, შემდეგ გადავედი ამოვიღე აი თავიდან ხორცი მქონდა ამოღებული, შემდეგ ამოვიღე თევზი, უფრო ადრე მე მგონი კვერცხი და სადღაც უკვე 1 წელიწადია ვარ ვეგანი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მაგალითად ზოგჯერ შეიძლება ვჭამო ყველი. ყველს მივირთმევ ზოგჯერ. კიდე ისი თქმა უნდა და აურვედას აზრი თუ გაინტერესებთ, აურვედა მაგალითად არ გამორიცხავს რძის პროდუქტებს, არ გამორიცხავს თაფლს, არ გამორიცხავს ყველაზე რძის პროდუქტებს, მაგრამ აი მაგალითად კაფადოშას ურჩევენ, რომ არ მიიღოს განსაკუთრებით ცხიმიანი რძე, ცხიმიანი ყველი, ნაკლებ ცხიმიანი პროდუქტები უნდა მიიღოს და თუ დავუშვათ მაგალითად არის ადამიანი, რომ უყვარს რძე, შეუძლია მიიღოს მცენარეული რძე. პრაქტიკულად მაინტერესებს შენგან, ანუ რა მცენარეული საკვებია ისეთი, რაც ჩაანაცვლებს მეტნაკლებად სრულფასოვნად ხორცს? აი რომელი მცენარეული, რაც საქართველოს პირობებში რა შეგვიძლია ვიშოვოთ ესეთი თქვათ? მეტნაკლებად ყველა მცენარეულ საკვებში დავუშვათ ბოსტნეულში, რასაც ძირითადად მიყვებებით არის ცილებით, ნუ ყველა ისეთი ელემენტი, მაგრამ ზოგში უფრო მეტი, ზოგში უფრო ნაკლები. მიუხედავად, ხო, აი ეს მინდა გითხრათ, რომ ცხოველურ ცილას უფრო ადვილად ითვისებს სხვათა შორის ადამიანი, ვიდრე მცენარეულ ცილას და ცხოველურ რკინას უფრო ადვილად ითვისებს ადამიანი, ვიდრე მცენარეულს. მაგრამ თუ კი დავუშვათ ჩვენ ამოვიღებთ ჩვენი რაციონიდან ხორცს და თევზის პროდუქტებს და კვერცხს, გადავალთ ვეგანურ კვებაზე, აი დავუშვათ ჩიას თესლი. აი ყველანაირი ბოსტნეულში არის მეტნაკლებად ეს წარმოდგენილი და აი არ ვიტყვი მე რომ დავუშვათ აი აუცილებლად მიიღეთ ჩიას თესლი, მაგრამ თუ კი დავუშვათ ადამიანი მუშაობს დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, არ აქვს ისეთი აი მაგალითად ჩემ თავზე ვიტყვი, ხო? მე მყავს ოჯახში 3 მამაკაცი, მეუღლე და 2 ბიჭი. არც ერთი ვეგეტარიანელი არ არის, არც ერთი ვეგანი არ არის.
მე ვარ მარტო ოჯახში, ხო? და შეიძლება არ მქონდეს მე მუშაობ კიდევაც, მაქვს ჩემი საქმე, სწავლობ კიდევაც და დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, შეიძლება არ მქონდეს დრო, რომ აი იმათ საჭმელს რომ გავაკეთებ, მე ჩემი საჭმელი ცალკე გავაკეთო. აი სრულ ფასონად. ამიტომ აი ასეთ ხერხებს მიმართავ, რომ ვიცი რომ ჩიაში ძალიან დიდი რაოდენობით არის ცილა. დავუშვათ ვიცი რომ ქლორელაში ძალიან დიდი რაოდენობით არის რკინა. და თუ შევატყო რომ დავუშვათ როდესაც ხორცს ამოიღებ კვების რაციონიდან, უნდა მიაქციო ძირითადად უნდა მიაქციო 3 ელემენტს ყურადღება: რკინას, კალციუმს და B12-ს. B12 არანაირ მცენარეულ საკვებში არ არის, B12-ის მიღება ვეგანებს გვიხდება მედიკამენტური გზით. გამორიცხულია არანაირ მცენარეულ საკვებში B12 არ არის. ამიტომ B12 უნდა მივიღოთ. და რკინის და ცილის ბალანსი შეგვიძლია. მუხუდოში დიდი რაოდენობით არის მაგალითად ცილა, აი ჰუმუსი შეგიძლია მუხუდოსგან გააკეთო და ყოველდღიურად ბოლო-ბოლოს მუხუდოს სუპი შეგიძლია მიიღო, ოსპში და დიდი რაოდენობით არის. აი ასეთი საკვებით უნდა დავაბალანსოთ. დიდი მადლობა და ეს ცოტა კრიტიკული კითხვა უნდა დავსვა მაინც ახლა მიყვარს კრიტიკა. თუ იგივე წეღანას თქვი, რომ ადამიანი არის ბუნებით ხორცის მჭამელი, იგივე B12 მედიკამენტები თუ არ მივიღეთ, არც ერთი მცენარე არ შეიცავს. მაშინ ანუ თვითონ რეალურად ხო ბუნებრივი კვება არის ყველაზე სწორი კვება და აიურვედაც და ჯანსაღი კვებაც. ანუ ძველად სად იყო ახლა მედიკამენტები, ხო? როგორ ღებულობდნენ, ანუ როგორ იკვებებოდნენ ადამიანები ძველად ჯანსაღი წესით და თუ ბუნებრივია, რატო არ უნდა მივიღოთ ხორცი? ანუ საერთოდ ამოღებაზეა ლაპარაკი არის. ხო, აი ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი კითხვა არის. ეხლა თავდაპირველად ადამიანი ხო რა ისტორიას რო გადავხედოთ ახლა სანამდე მიდი ჩვენი გონება თავიდან რით ირჩენდა ხო ადამიანის თავს იყო ნადირობით. შემდეგ ისწავლეს რამდენადაც ვიცი ბოსტნეული კულტურები მოყანა. თუ როგორ ყოველ შემთხვევაში აი თავიდან ველური ტომების სანამ იყვნენ ხორცის მჭამელი. ამბობენ რომ დაუშვათ მე სადღაც წამიკითხავს კიდევაც რომ არა ადამიანი თავიდან იყო მცენარეების მჭამელი და შემდეგ არა ჩვენი ერთბარგუჭიანი კუჭი ცალსახად მეტყველებს იმაზე რომ ჩვენ ვართ ხორცის მჭამელები და არ ვიცოხნებით ჩვენ და არ ვართ მცენარეების მჭამელები. ემას ადასტურებს ის ზუსტად რომ B12 არც ერთ მცენარეულ საკვებში არ არის, არც ერთ ალგებშიც არ არის, წყალმცენარეებში არის მარტო ხორცში. და დამატებით უნდა მივიღოთ დავუშვათ ტაბლეტის სახით. მაგრამ აი იქიდან გამომდინარე რომ შეხედე ამასთანავ ერთ მასწავლებელთან მქონდა დისკუსია ამ თემაზე და რა არის ცი როდესაც ადამიანი იწყებს სულიერ პრაქტიკას. აი მას შეუძლია მასში იმდენად აი უჯრედულ დონეზე მიდის უკვე ცვლილებები, თუნდაც შენ ხო აპრაქტიკებ მედიტაციას. აი მედიტაციის ყოველდღიური პრაქტიკით, აი სხვანაირად მსუბუქდება გესმის ორგანიზმი და აი ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვრიცხოთ ხორცი ორგანიზმიდან და ამიტომ მე ყოველთვის ადამიანებს ვეუბნები რომ აი არ უნდა შენი სხეული ისეთ გამოვალ მდგომარეობაში არ უნდა ჩააგდო და დავუშვათ შენ არ უნდა თქვა რომ აი მე ხორცს აღარ ჭამ დღეიდან თუ აქამდე უნდა მიხვიდე უბრალოდ შეიძლება თავიდან მიტო ახსენე რომ ამოიღო ხორცი ამოიღო შემდეგ ეტაპობრივად ამოიღო თევზი და ზღვის პროდუქტები დავუშვათ აი ვეგეტარიანულ კვებაში და ვეგანურ კვებაში სხვადასხვა ისინი არის კიდე აი სხვადასხვა ჯგუფები არის ზოგი იკვებება არის ოვო ვეგეტარიანელი ლაქტო ვეგეტარიანი ზოგი კვერცხს ტოვებს ზოგი რძეს ტოვებს და არიან კიდე სულ ესეთი ექსტრემისტები საერთოდ მხოლოდ რომ ჩამოვარდება ხიდან ხილი მარტო იმას აი არც წყვეტენ კიდევაც ხილს და ბოსტნეულს რაღაც ასე ეს უბრალოდ არის ძალიან ისეთი ექსტრემალური ჯგუფები ასე მინდა ვთქვათ არ ვიცი ახლა შეიძლება რაღაცას კონდეს მაგის სურვილი არის უმკვება ჩვენ სხეულს რაც მე რისი თქმა მინდა იცი როდესაც დიეტოლოგია ვსწავლობ მე დიეტოლოგია აქვე ვსწავლე ბელგიაში მიცდავს ეს კითხვები ჩვენ ცალკე დიდ თავად ვსწავლობდით ვეგანობას ვეგეტარიანობას და მე ძალიან ბევრი კითხვები დამება და ამხრე და ბოლოს არის მედიცინაში
თავი აი ურთიერთ გამომრიცხავ რაღაცებს წავაწყდებით ხოლმე. ნუ კერძოდ დიეტოლოგიაში. და ბოლოს შევთანხმდით, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და არსებობს სხეული აი არსებობს მაგალითად აი ჩემ შემთხვევაში რასაც გეტყვი დაბადებიდან აი ბავშვობიდან ვიყავი რკინა დეფიციტური ანემია მქონდა სულ მქონდა რკინის დეფიციტი ორგანიზმში რაც დავანებე ხორცით კვებას თავი გინდა ეჯერე გინდა ჩემი რკინა ჩადგა მწყობში მიუხედავად იმისა რომ ვეგანურ კვებაზე როდესაც გადადიხარ ყურადღება უნდა მიაქციო აუცილებლად რეგულარულად ამოძმო B12 რკინა და კალციუმი აი როგორ შეიძლება ეს ახსნა ხო? მაგრამ ხდება აი ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და უნდა მოусმინო ამ შემთხვევაში სხეულს. და მივედით იმ დასკვნამდე ლექციაზე, თორემ მოусმინე საკუთარ სხეულს და არ წახვედი არასდროს საკუთარი სხეულის წინააღმდეგ. აი დაუშვათ თუ მოგთხოვს შენი ორგანიზმი ხორცს და ხედავ რომ ხორცის გარეშე ცუდად ახა რაღაც და გინდა, მაინც გინდა რომ იყო ვეგანი. შეანელე ეტაპობრივად შეანელე და მიხვალ იმ ეტაპამდე, მაგრამ თუ შენ აქეთ სულიერ მხარეს არ განავითარებ, ეს უბრალოდ გამოგიყვანს წყობიდან, გამოიყვანს შენ დოშას წყობიდან, გადახვალა აგრესიაზე. ესე იგი, რატო ჩვენ კვებარისთვის გვჭირდება, ხო? კვება, ვიკვებებით, იმიტომ რომ ვიყოთ ენერგიულები, ვიყოთ სიცოცხლესუნარიანები და პირიქით თუ მოხდა, ასე არ უნდა ვიკვებოთ. კიდევ ერთი კითხვა, ასევე კრიტიკული ამ ხრივ, რომ თუ მე მოусმენ ჩემს სხეულს, ანუ ჩემი სხეულში არის კონკრეტული მიკროფლორა, კონკრეტული ასე ვთქვათ, სიმბიოზური ბაქტერიები, რომლებიც მიჩვეულები არიან კონკრეტული კვების ტიპს. და შესაბამისად თხოვენ ზუსტად იმ საკვებს, რაზეც მიჩვეული ვარ. ან რაზეც გენეტიკურად ვარ წინასწარ განწყობილი, ესე შეიძლება, ხო? და მეორე მომენტი, ვთქვათ, მყავს პარაზიტები, ჩვეულებრივად ჭიები, პარაზიტები, რომელიც ასევე თავისას მოითხოვენ, ხო? არა მარტო ფიზიკურ დონეზე, ენერგეტიკულ დონეზე, ცოტა ეზოთერიაში თუ გადავალთ, ხო? ყველა პარაზიტი თავისი გონი აქვს და თავისას ითხოვს. და რაღაცა მოკლედ ახდენს შენზე გავლენას. ანუ სხეულს უნდა მოусმინოთ, გამოდის რომ მხოლოდ მაშინ, რაც რაღაც დონეზე გავწმენთ, და რაღაცა კონკრეტულ პროცედურებს ჩავატარებთ, თუნდაც შიმშილობის სახით, თუნდაც რაღაცა პრაქტიკების სახით და მხოლოდ ამის მერე და არა მანამდე, იმიტომ რომ მანამდე სხეული გვატყუებს, ანუ რა გვინდა ჩვენ ერთია და რა უნდა სხეულს და ამ ჩვენს შინაგან, ესე ვთქვათ, მთელ სამყაროს სხვადასხვა ცნებებია. კი, აი ძალიან კარგი კითხვა არის. შეხედე, როდესაც ორგანიზმში არის დიდი რაოდენობით ამა დაგროვილი. და აი ამ როგორ უნდა მივხვდეთ და უშუალოდ ჩვენ ორგანიზმში არის თუ არა ამა დაგროვილი. ელემენტარულად ძალიან ადვილი გამოსაცნობია, მე მგონი მე სტატიაც მიდეს ამაზე ჩემ ჯგუფში. აი თუ დილას დგებით და ვართ უენერგიოთ. ჩავიხედავთ სარკეში ჩვენ ენაზე არის თეთრი ნადები. ამ არის თვალით ხილული, ეს არის თეთრი ისეთი რაღაც ნადები აი ცოტა ისეთი ლორწოვანი სუბსტანცია და ხო წებოვანი ლორწოვანი სუბსტანცია არის და თუ კი ჩვენ ენაზე დავუშვათ ნადები გვაქვს და თუ აუროდას კარგი სპეციალისტი აი ენაზე დავუშვათ რა ადგილზე არის ნადები იმის მიხედვითაც კი ხვდება რა ორგანოს უნდა ადამიანის სხეულში ცოტა ზედმეტი ყურადღების მიქცევა და ცოტა რა ორგანო არის გამოსული წყობიდან აი ენა არის ადამიანის უკასავით ამ შემთხვევაში თუ კი გვაქვს ტკბილეულის მოთხოვნილება, არაჯანსაღი საკვების მოთხოვნილება, გვაქვს ხშირად გულძმარვა. აი, როდესაც კვების მერე ძილი გვინდება, იმის მაგივრად რომ კვების შემდეგ ენერგიულები ვიყო, უფრო დასვენება და ძილი გვინდება. ამ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ აი ეს ამის მხრივაც კი როდესაც კონსულტაციაზე მოდიან, არის სხვადასხვა ტესტები, უფრო დაწვრილებით, თუ რამდენ ქულაზეა შენი ორგანიზმი, დაბინძურებ გარდა იმისა, რომ პულსი განსაზღვრავს ამას და აურედას თერაპევტ შეუძლია პულსით გამოიცნოს, შეუძლია ენით გამოიცნოს შენი ამას მდგომარეობა ორგანიზმში. თუ კი დაუშვათ რამოდენიმე არის განსაზღვრული ქულები, იმის ზემოთ არის შენს ორგანიზმში ამა არაფრით არ შეიძლება რო ვინმეს ცოტა ის გასაგებენაზე ვთქვათ შხამები რა ეს შლაკები ნარჩენები გადაუმუშავებელი ნარჩენები ორგანიზმში არაფრით არ შეიძლება დაუშვათ დაიწყო შიმშილი აი სადღაც წაიკითხა რომ შიმშილი კარგია და მოდი გადავწყვეტავ შიმშილს რადგან ეს შხამები როდესაც შენს ორგანიზმს მოშივდება სულ ყველა შეიწევს უკან
და ეს არის რომ შეხედე შიმშილი არ შემიძლია ხშირად გამიგონია და არა შიმშილი არ შემიძლია რომ მშივდება აი თავი მტკივდება ცუდად თავბრუს ხვევა მაგ და შეიძლება ზოგი შეწუხდეს კიდევაც ვერ იტანს შიმშილს საერთოდ ხო განსაკუთრებით კაფას ტიპები ვერ იტანებენ კიდე შიმშილს აი აწუხებთ არაფრით არ გამოტოვებენ კვებას და არც ვატას ტიპები დოშა თუ კი ესეთი დისბალანსში არის ვერაფრით ვერ გამოტოვებენ კვებას ძალიან ხშირად სულ შეად ვატას დოშა როდესაც გამოსული არის მწყობრიდან აი სულ რაღაც წასუსმა უნდა სულ შეად ამიტომ სავალდებულო აურვედაში ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი რომ გაწმინდო შენი სხეული. თუნდაც იმ პარაზიტებისგან, ის პარაზიტები საიდან გაჩნდა შენ სხეულში, ხო, გაჩნდა ამა, დაგროვდა მერე პარაზიტები. თუნდაც ენერგეტიკულ დონეზე, ხო, აი აურვედა რა მარტო სხეულს ხო არ განიხილავს, აურვედა განიხილავს სულს, გონებას, ხო? და აი ამათი ბალანსში ერთობლიობა არის მერე რომ ქმნიან ჯანმრთელობას, ჯანმრთელი ადამიანის სულით ჯანმრთელი უნდა იყოს, გონებად ჯანმრთელი უნდა იყოს. და სხეული ჯანმრთელი უნდა იყოს. შევა რომ მოგცე, კონკრეტულად რითი გავიწმინდოთ სხეული? აი ძალიან მარტივ პირობებში, სახლის პირობებში, არ გულისხმობ ხა პარაზიტების. ხო, აი მარტივი. ხო. ანუ არ გულისხმობ პარაზიტების საწინააღმდეგო წამლებს და პრეპარატებს რა, ანუ ჩვეულებრივ პირობებში ვამბობ. ხო. არა, პრეპარატები აურვედა გამორიცხავს, როდესაც აურვედული წმენდა მიდის, ეს ძირითადად ინდოეთში ხდება, ბელგიაში მხოლოდ ერთ ადგილზე აკეთებენ ამას, ეს ერთი კვირა არის მინიმუმი და შემდეგ გრძელდება 2 კვირა, მე მგონი მაქსიმუმი, გააჩნია შენ რომელ პაკეტს აიღებ, ასე ვთქვათ და აი გაგაახლებენ და გამოგიშვებენ გარეთ. იქ მიმდინარეობს ზეთებით მასაჟი, ზეთებით გამორეცხვა წმენდა, თვითონ საკვების მიღება. დაუშვათ, აი ძალიან მარტივი ხერხი არის ზეთით წმენდა ორგანიზმის, რამდენი კილო არის ადამიანი, უნდა აიღოს იმდენი მილილიტრი აბუსალათინის ზეთი და რატო აბუსალათინის ზეთი? აბუსალათინის ზეთს ახასიათებს ისეთი თვისება, რომ აი ნაწლავებს კუმშავს, ნაწლავი მოყავს ტონუსში. და მოძრაობაში და ჩვენში ნაწლავებს ხავა აქვს შიგნით და ეს შლაკები და ეს ნარჩენები კარგად ეწევა ამ ხავებს, ხო? და როდესაც იკუმშება, იშლება ეს ეს ნარჩენები ადვილად შორდება. აი ამ რამ დავუშვათ ვარ 50 კილო, 50 მილილიტრი აბუსალათინის ეს დამატე 50 მილილიტრი ახლად გამოწრული წვენი, მაგრამ ძალიან კარგია ლიმონის წვენს თუ დაამატებ. ნაყიდს არა, მაშინვე გამოწრული ლიმონის წვენს კარგად აურევ და დალევ, მაგრამ წინა დღით ეცადე რომ დავუშვათ არ კონდეს ხინკალი და ხაჭაპური და აი გოჭის ხორცინაჭამი, ხო, ცოტა მსუბუქად რომ შემდეგ წმენდის პროცესი რომ დაიწყება აი უმტკივნეულო იქნება და როდესაც დიდი აი პირველად ვიწმინდებით და კიდე დამატებით მძიმე საკვები გვაქვს წინა დღეებში უახლოეს დროს მიღებული, განსაკუთრებით ცოტა მტკივნეული იქნება წმენდა და იმ დღეს სახლიდან ვერ გავალთ. წავალ ხო და ამას რომ დავლევთ, მე 5 წუთის მერე იმდენივე მილილიტრი კიდე ლიმონის წვენი მივაყოლოთ. და всё, მე მთელი დღის განმავლობაში არ უნდა ვჭამოთ არაფერი, ზოგი უწყლოდ აკეთებს ამას, შეგიძლიათ სასურველია რომ მიაყოლოთ წყალი, თუ კი უწყლოდ ვერ გაძლევთ, ნუ 9 საათის მერე რომ მაინც მიაყოლო, გაწმინდავთ კუჭნაწლავს და შემდეგ, აი ამის შემდეგ თუ დაიწყებთ შიმშილს დაუშვათ 1 დღე ან 2 დღე შეამჩნევ რომ შიმშილის დროს თავი აღარ გეწკინება. არავითარ შემთხვევაში გაბრუებული აღარ იქნები. იმ თავს გტკენს და იმ ცუდად ხდის ის შხამები, რასაც უკან იწვევს ჩვენი ორგანიზმი. ასევე არის საკვები, თუ დაუშვათ არ შეგიძლია მას არ გააკეთებ, არის ინდური საკვები, არის კიჩარი ქვია და აი დაუშვათ რამოდენიმე დღე ეს არის მონოდიეტის ფონდში გადის. რა არის მონოდიეტა? ერთი და იგივე საკვები ტყვება, ხო? და ეს საკვები ისე არის დაბალანსებული თავისი სანელებლებით, რაც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს აურვედა სანელებლებით, აი მასალით, რის გამზადება ქართულად არის ძაძა, რო გადავთარგმნი, ეს პატარა ლობიოს მარცვლები არის, მწვანე პატარა ლობიოს მარცვლები, თუ სურვილი ექნება ვინმეს ჩემს გვერდზე დევს ამის რეცეპტი, მე შემიძლია მაგმა ჯგუფში დაწვდო და ბრინჯი. აი ეს ორი პროდუქტი და რამოდენიმე სანელებლით მზადდება
არის ადვილად მოსანელებელი, თბილი და მინიმუმი 4 დღის განმავლობაში უნდა მივიღოთ ეს საკვები. შეატყობთ, რომ 4 დღის მერე უკვე რამდენიმე კილო იქნები დაკლებული. რომ ეს ცხიმს არ წვავს, უბრალოდ წმინდავს ორგანიზმს. და აი საჭმლის მონელებენ ტრაქტზე შეატყობ, რომ შენი ორგანიზმი ისვენებს ამ დროს, არ არის მშიერი, მაგრამ ეს ძაძას ისეთი ის არის ისეთი ვიტამინებისგან და მიკროელემენტებისგან შედგება, ისეთი თვისებები აქვს, რომ წმინდავს ორგანიზმს და პლუს კიდე მაღალი ხარისხის ბრინჯი უნდა იყოს, ესეც წმინდავს ორგანიზმს. არანაირი დეფიციტ არ განიცდის ორგანიზმი, შეგიძლიათ ეს მიიღოთ, ისე არის დაბალანსებული ეს საჭმელი 5 დღე, 6 დღე, მინიმუმი უნდა მიიღო 4 დღე. და კიდე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხო, აი აურვედაში საერთოდ ურჩევენ ყველა გარდამავალ სეზონზე დეტოქსის გაკეთებას. რაც არ უნდა ჯანმრთელად იკვებებოდეს ადამიანი, არის ახლა დღეს მით უმეტეს 21 საუკუნეში, როცა უნდა შევათანხმოთ, ახლა მარტო აურვედას პრინციპებით ვერ ვიცხოვრებთ და უნდა შევათანხმოთ თანამედროვე ცხოვრება და აურვედას პრინციპები ერთმანეთს, ხო? და დღეს ძალიან ძნელია ახლა მარტო ისეთი მაშინ ასკეტური ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ, რომ აი მარტო ისეთი აურვედას პრინციპებით ვიკვებოთ, ხო? ამიტომ ეს პატარ-პატარა დარღვევები შემდეგ სეზონის ცვლილების დროს კარგია, რომ ჩავიტაროთ დეტოქსი, რაღაცით დავეხმაროთ ორგანიზმს, ამ დროს ჩვენი იმუნიტეტი საგრძნობლად მაღლდება, განსაკუთრებით კაია, როდესაც შემოდგომაზე ზამთრის დასაწყისში გავაკეთებთ ამას და აღარ დაგვჩაგრავს ისეთი ვირუსები. ასევე ძალიან კარგი არის კიდე, ეხლა ზამთარი მოდის, მინდა ურჩიო ჩვენ მაყურებელს კურკუმა. კურკუმა არის გადასარევი, აი ოქროს მცენარეს უძახიან ინდოეთში და უამრავი რეცეპტი არის აურვედაში აი ამასთან დაკავშირებით. კურკუმა და ყველაზე ადვილი მერას არის კოქტეილები, უამრავი კოქტეილები შეუძლიათ Google-ში მოიზიონ და მიირთვან. გარდა იმისა, რომ სახსრების ელასტიურობას უწყობს ხელს, წმინდავს ორგანიზმს, წმინდავს სისხლს, თუ რამე ესეთი ორგანიზმში არის პატარა ანთების კერები, სულ ყველაფერს აქრობს. და აი საწყის ეტაპზე არა, კიბოს უჯრედების წარმოქმნას უშლის უბრალოდ ხელს. ეხლა იმას არ ვიტყვი, რომ ეს კიბოს წინააღმდეგ გამოიყენება, ეს გამორიცხულია, ეს სადაც ხდება, ეს არის ტყუილი ინფორმაცია, უბრალოდ ორგანიზმს აწესრიგებს და უჯრედულ დონეზე აწესრიგებს ორგანიზმს. და მე მომეწონა ძალიან, მე თვითონ უკვე 2 წელია ვიყენებ, სათქურუს აქვს კარგი რეცეპტი, კურკუმა, შავი პერიცას ვეძახით, შავი წიწაკა და თაფლი. ეს პატარა ტაბლეტები, ეს ინფორმაციაც დევს ჩემ გვერდზე, ეს არის ჯანსაღი აურვედა თერაპია და ადვილი გამოსაყენებელია დილით უზმოზე წყალთან ერთად, თბილ წყალთან ერთად, აი იმ ერთ თბილ ჭიქა წყალთან ერთად, რაც უნდა დავლეთ დილას, ამ ტაბლეტს უდავლეთ, იმუნიტეტი გაგვიმაღლდება და ნაკლებად შეგვაწუხებს ვირუსები და გრიპები. ძალიან დიდი მადლობა მანანა. ეხლა კითხვებზე გადავიდეთ და კომენტარებზე, მაყურებლებსაც აქვთ კითხვები. შეგიძლიათ მეგობრებო, ეხლა შეიძლება ბოლომდე ვერ დავსკროლო თავში და ბევრი პლუსი იყო მით უმეტეს და ხელახლა ბოლოში დასვით ეხლა კითხვები და წავიკითხავ. და საინტერესო კომენტარია, სადგურუ ამბობს, რომ ჩვენ არ ვართ ხორცის მჭამელები, ჩვენ პირის ღრუ კბილები მოწმობს ამას. ჩემ პირველ რიგში ჩემ კომენტარს გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით ადამიანი არის ნაირი მჭამელი, ესე ეძახიან, ანუ ორივე ნაირად შეუძლია, ანუ შეუძლია ხორცის ჭამოს და შეუძლია ბალახის. ანუ ესე არის ჩვენი ფიზიოლოგია მოწყობილი, რომ ორივეს მჭამელია. ანუ და არა ერთი რომელიმე, რა თქმა უნდა. ხორცის მჭამელში წეღან ის არ გიგულისხმიო, რომ მხოლოდ ხორცის ხო, მარტო ხორცი, ხო. ხო, ესე არ გაიგონ. ხო, აი მე კიდე ვადასტურებ, რომ ეს უბრალოდ ბიოლოგია და ანატომია არის სუსტი მეცნიერება და სახეზე აგერ ჩვენი კუჭი. თუ ვართ მცენარის მჭამელები, მაშინ უნდა გქონდეს ორ პარკუჭიანი კუჭი და უნდა შეგვეძლოს ცოხნა. და მაშინ უნდა იყოს რომელიმე მცენარეულ საკვებში B12, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენთვის და უბრალოდ არ შეგვიძლია B12-ის გარეშე არსებობა. და ძალიან ვერაგი ვიტამინი არის, სხვათა შორის, ამასაც მე მგონი მიდევს ჯგუფში ინფორმაცია. კარგი, მივყვეთ კითხვებს, რაც შეხვდება, დავიკითხავ.
ამცხვარი მურაბა კომპოტი შაქრის ამოღებაზე როცა ლაპარაკი უშუალოდ შაქარს ეხება თუ შაქრის შემცველ საკვებსაც. ნუ პრინციპში გასაგებია პასუხი შემცველსაც. კი, რაფინირებული შაქარი არის, ნუ კომპოტები, მურაბები, ჯემები მზადდება რაფინირებული შაქრისგან, ხო, თავისთავად. მაგრამ პირველ ეტაპზე, ნუ ჩემ ჯგუფში ხა თუ გაეცნობიან და მე მეორე გვერდიც რო არის ვეგეტარიანული სამყარო, იქაც მიდევს ინფორმაცია, შეიძლება არის მეთოდები, რომ უმტკინევლოდ ამოვიღოთ შაქარი. ნაბიჯ გავაქროთ შაქარი ჩვენი ცხოვრებიდან, იმიტომ რომ ძალიან ძნელია 100%-ით ვერ ამოვიღებთ, იმიტომ რომ აი მაგალითად ბელგიაში რამოდენიმე წლის წინ ჩატარდა ასეთი ცდა იყო ჟურნალისტმა გადაწყვიტა, რომ 100%-ით ამოეღო რაფინირებული შაქარი თავის მენიუდან. მარკეტში, უზარმაზარ მარკეტში ამდე პროდუქტი, სადაც არ იყო შაქარი. დღეს რაფინირებულ შაქარს ხედავთ უამრავი დიაბეტით დავადებული, უამრავი გულსის სარღვთა სისტემით დავადებული, ყველაფერში პურიდან დაწყებული, აი კეჩუპით დამთავრებული, ყველაფერში შაქარია, რადგან შაქარი არის ერთ-ერთი უძლიერესი არომატიზატორი. გემოს გამაძლიერებელი. განსაკუთრებით მზა საკვებში შაქარი არის გამორიცხული, რომ შაქარი და აი ეს რო შეფუთონ მარკეტოლოგიაში შაქარი არ ჩანხეთ ხონა პროდუქტებში 50-მდე სახელი აქვს შეცვლილი გამოგონებული. ხო, ახლა დავსვავ კითხვებს და რომ მოვასწროთ ბევრი კითხვაზე პასუხის გაცემა, მოკლე პასუხები გავცეთ, რომ რომელი მანტრებით ბალანსდება, იქნებ დააზუსტოთ როგორ მოვიძიოთ საჭირო მანტრები. სიმართლე გითხრათ, მე მანტრების სპეციალისტი არა ვარ და მე ამაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გიპასუხებთ. მე პირადად რასაც ვაპრაქტიკებ ყოველ დღე, ეს არის ტრანსცენდენტური მედიტაცია. გაღვივებული ხორბალი და მარცვლეული ყველა დოშასთვის სასარგებლოა? კი, სხვათა შორის გაღვივებული მე მივირთმევ ყოველდღიურად გაღვივებული იქიდან გამომდინარე, რომ აი ძალიან დიდი დოზის რომელიც ვიდრე ზრდასრულში გაცილებით მეტი არის, აი ძალიან თუ კი ჯანსაღად ან თუ შეიძლება ბიო არის იცი, ან შენ თვითონ სახში გაღვივებ, ძალიან ჯანმრთელი. მე ვიყენებ ყოველდღიურად. რა რეკომენდაციები გაქვთ რკინა დეფიციტური ანემიის დროს? პირველი რეკომენდაცია რაც არის, არაფრით არ უნდა მიიღონ საკვების შემდეგ ყავა, საკვებიდან 2 საათი მაინც უნდა იყოს გასული. აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს და აუცილებლად უნდა მოიყვანონ ბალანსში, ვინც არის რკინის ტაბლეტების მიმართ ალერგიული, ძალიან ბევრია, მაშინ არსებობს ინექცია, თუ არა და არსებობს გადასხმები რკინის. თუ რკინა არის დეფიციტში, ეს აისახება კონცენტრაციაზე, გონებრივ შესაძლებლობაზე, აი საერთოდ ენერგია გამოცდილი, იმიტომ რომ რკინის უჯრედებს გადააქვს, ესე იგი ჩვენ სხეულში უჯრედებში ჟანგბადი მიგვეწოდება ყველა ორგანოს, ამაში ეს როლი აქვს ხო რკინას. ამიტომ თუ რკინა არ არის აკლია ორგანიზმს, აი ფაქტიურად ადამიანი არის ძალიან უფუნქციო, ყოველთვის გადაღლილი, ყოველთვის გაღიზიანებული. ძალიან კარგი არის ამ მხრივ ქლორელა და სპირულინა. ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავენ რკინას. სპირულინა უფრო დიდი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე ქლორელას ტაბლეტები. არ ვიცი ახლა იცის თუ არა, კითხვის ავტორმა ქლორელა და სპირულინა არის ალგები, წყალმცენარეები და ძალიან კარგი ქლორელა დეტოქსისთვისაც ძალიან კარგია და ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ, შეგიძლია მიიღო ჩემს გვერდზე არის ამაზე დაწვრილებითი ინფორმაცია ორივეზე, ასევე დიდი რაოდენობით არის კიდე რკინა რაში არის, ისპანახში არის დიდი რაოდენობით. ბევრ მცენარეშია. მაგრამ პირველ რიგში ყავის დალევას უნდა მოეშვა, თორე აზრი არ აქვს საკვების მიღებას თუ საკვებს ყავა დააყოლოს. აი იმ ბოსტნეულის მიღებას, რაც რკინით არის მდიდარი. პირველი თქვენი ჯგუფის სახელიო და მე ასევე კითხვა როგორ დაგიკავშირეთ სოციალურ ქსელში, როგორ გიპოვოთ?
ჩემი ჯგუფის სახელია ჯანსაღი კვება, აურვედა თერაპია და მანანა სულაკაძე ლათინური ასობით, ასე ვარ სოციალურ ქსელში. შეგიძლიათ მესენჯერი გამოიყენოთ. მაგრამ სპირულინა საფრთხილოც ხომ არისო? ხო, აი მე ჯგუფში დაწვრილებით მიწერია ინფორმაცია, ხო, ცოტა პრეტენზიულია სპირულინა ქლორილასთან შედარებით. აი ქლორილა აბსოლუტურად უპრეტენზიოა. სპირულინას ახასიათებს ცოტა ისეთი შეიძლება ალერგიული, მაგრამ არანაირი ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე თუ ჯანმრთელი ადამიანია, მაშინ რაღაცა შეიძლება ან დისკომფორტი მუცელში, ან საჭმის, ხო, ცოტა ისეთი მუცლის ტკივილი, შეიძლება დიარეა გამოიწვიოს. თუ ორგანიზმი ჯანმრთელია, მაგრამ ქლორილა აბსოლუტურად უსაფრთხოა და უფრო დაწვრილებით ინფორმაცია ჩემ ჯგუფში დევს, ახლა აქ აღარ გავაგრძელო საუბარი მაგასთან დაკავშირებით. B12 მაქვს B12-ის დეფიციტი მაქვს, ვარ ვეგეტარიანელი, ბადის სახით შეწოვაც უჭირს ჩემს ორგანიზმს და მიზეზი ვერ გავარკვიე. ახლა ორსულად ვარ, არ დამინიშნა ექიმმა და რა შეიძლება ვქნა? B12-ის ნაკლებობა ძალიან სერიოზული პრობლემაა ორგანიზმისთვის. რატო დაასკვნა, რომ აი უნდა მიიღოს ან თევზის პროდუქტები, ან კვერცხი, ან რძის პროდუქტები, მაინც თუ ხორცს კატეგორიულად გამორიცხავს, თუ არა და უნდა მიიღოს მედიკამენტების სახით. ხო, აი ძალიან კარგი არის ენის ქვეშ დასაწვეთებელი არის, ან დასაწვეთებელი ყველაზე კარგი არის. ყველაზე კარგად ითვისებს ორგანიზმი და ან ტაბლეტი, ენის ქვეშ დასაძები B12-ის ტაბლეტი და ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს მწარმოებელს, იმიტომ რომ ძალიან დიდი გაყალბება ხდება უკვე აი მოთხოვნილება მინერალებზე, ვიტამინებზე და ძალიან ბევრ ყალბდა ან სინთეზირებულ ვიტამინებს, მინერალებს ხვდებით დღეს ბაზარზე და შეიძლება ერთ-ერთი ასეთი გამოცდილება ქონდა და მიტო ასკვნის, რომ უჭირს შეწოვა. აი განსაკუთრებით კარგი არის წვეთები ან ენის ქვეშ დასაძები ტაბლეტები, მას გაცილებით ადვილად ითვისებს ორგანიზმი და ცადოს აბა. ხორცს არა, მაგრამ ყველს ჭამ დიდი რაოდენობით და ეს პრობლემაა? ყველის ჭამა არანაირი პრობლემა არ არის, თუ წონის პრობლემა არ აქვს და აი როდესაც კლება გვინდა დაუშვათ, ყველი ერთ-ერთი მაღალკალორიული პროდუქტია დიეტის დროს და არასასურველი პროდუქტი და სხვა შემთხვევაში არანაირ პირიქით კალციუმის კარგი წყარო არის, შეუძლია B12-იც აითვისოს თუ კი ნატურალურია ყველი. და თუ კი ვეგანობაზე არ აქვს პრეტენზია. ხო, ასევე მე პირადად ესეთ კითხვას დავსვავ, აქტუალურია დღეს განსაკუთრებით და აი მაგალითად კოვიდის დროს რა რეკომენდაციებია ისეთ ჯანსაღი კვების კუთხით და ბუნებრივი თერაპიის კუთხით რა რჩევებს მისცემდი მაყურებელს? კი, აი ეს ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი ტესტი, ასე ვთქვა და თამამად შემიძლია ურჩიო ადამიანს აი თუ მიიღებენ კურკუმას ტაბლეტებს, ძალიან კარგია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ კურკუმა ათხელებს სისხლს. თუ ბუნებრივად გაქვთ ღებულობთ, თუ ისედაც ღებულობთ სისხლის გამათხელებლებს, დანიშნული გაქვთ, მაშინ აუცილებლად რეკომენდაცია ექიმთან უნდა გაიაროთ. აი ეხლა რაც ვახსენე. და რეცეპტი დაწვრილებით თუ გნებავთ, აქაც მაგმას გვერდზეც დავდებ, ჩემ გვერდზეც დევს. ძალიან კარგია ჯანჯაფილის ჩაი მთელი დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ მაღალი წნევა არ გაწუხებთ, ჩაი უბრალოდ ნახარში ჯანჯაფილის ან ცხელწყალში თხელი ფენები ან გახეხილი ახალი ჯანჯაფილის ჩაყრილი. ძალიან კარგად მოქმედებს. ასევე აუცილებელია სუფთა ჰაერი და კოვიდის დროს ყველანაირი აურვედას გარეშე შემიძლია გირჩიოთ პირადი გამოცდილებით 90% თქვენი გუნება განწყობილება მოქმედებს. როდესაც ადამიანს აქვს კოვიდი, ოდნავადაც, აი თუ კი ოდნავადაც სტრესის დონე აიწია, პარალელურად ძნელდება სუნთქვა და პარალელურად არის უკვე აი როგორ გითხრა, გართულებული სიტუაცია. ამიტომ ძალიან კარგია მანტრების მოსმენა,
კომედიების ყურება, მშვიდი გარემო, არანაირი საინფორმაციო საშუალებები, განსაკუთრებით ქართული დღეს, არანაირი სტრესული სიტუაციები, არანაირი მძიმე ინფორმაცია და მძიმე ფილმები, ძალიან კარგია კომედიები, ასევე კარგია სუნთქვითი პრაქტიკები, არის გადასარევი, გააჩნია ახლა რა ფორმით აქვს COVID ადამიანს და სანამ დაემართება, კიდე მანამდეც თუ ამ კურკუმას ტაბლეტებს მივიღებთ, ძალიან კარგად მოქმედებს. კურკუმას ტაბლეტები არის ანტივირუსული, ანტიბაქტერიული ტაბლეტები და მინდა გითხრათ, რომ კარგად მუშაობს ძალიან. ეს ჯანჯაფილის ჩაიც განსაკუთრებით კაფა ტიპები თუ არიან, განსაკუთრებით კარგი არის ჯანჯაფილის ჩაი კაფა ტიპებისთვის, იმიტომ რომ ესენი ხო ისედაც ნელი ტიპები არიან, ისედაც მძიმე ტიპები და ცოტა ისეთი ცხარე საკვები კარგად მოქმედებს, მინდა გითხრათ, წიწაკა კარგად მოქმედებს, ჯანჯაფილის ჩაი, მაგრამ რასაც ვერ ვიტყვი პიტას ტიპებზე. პიტას ტიპების შემთხვევაში პირიქით, რაც შეიძლება ნაკლებ ცხარე საკვებზე უნდა გადავიდე. მაყურებელს შევახსენებ, რომ COVID-ის დროს იმდენი ინფორმაცია COVID-ზე და იმდენი რჩევა. ნუ ახლა დანარჩენი ინდივიდუალურია უკვე ყველა ადამიანი და ხო, იქიდან გამომდინარე რომ აურვე და ახლა ერთისთვის რაც კარგი არჩევა, მეორესთვის შეიძლება ცუდი იყოს პირიქით, ანუ გამომდინარე სიტუაციიდან. და ანუ შევახსენებ მაყურებელს. ახლა როგორც აურვე და ხო. ხო, რას ამბობდით? ხო, აურვედიდან გამომდინარე, ხა ვერაფერს ვერ აურვედიდან გამომდინარე, ვერაფერს ვერ ურჩევთ, იმიტომ რომ აურვედას რომ იწერებოდა და COVID-ი მაშინ არ იყო და უფრო პირადი გამოცდილებით შეიძლება ურჩიო ადამიანს. და ნუ შევახსენებ მაყურებელს, რომ მაგმაზე ჩვენს საიტზე ანუ არის განყოფილება, აირვედას განყოფილება და იქ არის კონკრეტულად დოშებზე, კონკრეტული თარგმანები, ტექსტები და ასევე დიეტები, ანუ რომელმა დოშამ რა საკვები არის სასურველი, რომ უფრო მეტად მიიღოს და პირიქით რომელი არ მიიღოს. გაიცანით და ძალიან საინტერესოა, მოკლედ გამოგადგებათ. კიდევ თუ არის კითხვა, ცოცხალ ხილბოსტნეული აგრეთვე COVID-ის დროს მაგან მიხსნა, ხო, კომენტარია უბრალოდ. აბუსალათინის ზეთით ვიტამინები და მინერალები. აბუსალათინის ზეთით ნაწლავის გაწმენდის რეცეპტი სად ვნახო? ალბათ ჯგუფში გექნებათ ინფორმაცია. მე მგონი არ მიდევს ჯგუფში და დავდებ, თუ კი სურვილი იქნება დავდებ ამ ინფორმაციას. აი დაემატეთ ჯგუფში და პირადად მიმართეთ ალბათონ მანანას და გიპასუხებთ ხოლმე, ამოგიგზავნით რეცეპტებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ჯგუფი არ არის დიდი ხნის შექმნილი, თავიდან როგორ იყო, იცი რა, თუმცა არ მეგონა რომ უფრო აღარ დაინტერესებდათ ეს ჰოლისტიკური მედიცინა და ნაკლებად დაინტერესებდა ხალხს და ეხლა უფრო ძალიან ბევრი ინტერესდება და უფრო ინტენსიურად დავიწყე მასალის დადება და არ არის დიდი ხნის დადება, ამიტომ ძალიან ბევრი ინფორმაცია არდეს და ახლა თანთან რეგულარულად ვდებ ხოლმე. არა, ინტერესი უკვე ძალიან დიდია ზოგადად ჰოლისტური მედიცინის მიმართ და არატრადიციული ამ მიმართულებების მიმართ დიდი ინტერესია და ჩვენც ვცდილობთ ხოლმე რომ დავაკმაყოფილოთ, ამიტომ ჯანსაღი კვების განყოფილებაც გვაქვს და მადლობელი ვიქნები თუ შემოგთავაზებ შენ სტატიებს, განვათავსოთ საიტზე, მე გავაზიაროთ ხოლმე ჯგუფებშიც. დიდი სიამოვნებით. დიდი სიამოვნებით. ძალიან კარგი იქნება, კი. მორინგაზე რა სიტყვით? მორინგა. არც გამიგია. არა, ვერაფერს ვერ ვიტყვი. ხო. კარგი, მე მგონი ამით ნელა დავასრულოთ, ნუ ერთ-ორ კითხვასაც დაველოდოთ თუ დასვამენ და წავიდეთ დასასრულისკენ. შეუძლიათ შემდეგ აი თუ კი დაუშვათ ხვალ გაუჩნდებათ კითხვები, ეს ხო დაიდება ეს ვიდეო ჩანაწერის სახლის, შეუძლიათ ქვევითაც და ვეცდები რომ აკომენტარეთ კითხვა და ხო, ვეცდები რომ ყველას უპასუხო აბსოლუტურად. მოდი ავირჩიოთ ახლა, რაც შევთავაზეთ, თუ კი სურვილი ექნებათ. კი, უბრალოდ გვერდი უნდა გახსნა და ნახო. მე ვერ ხედავ. ხო, მე შეგიძლია აირჩიო და მიწერო, ხო, მე ჯობია აირჩიო, რომ დასრულდება ლაივი, ნახე კომენტარები და ვინც დაპლუს და მათ შორის აირჩიე ერთ-ერთი გამარჯვებული, ესე ვთქვათ. კარგი. ხო, იმიტომ რომ აქედან რაღაც ეს ტელეფონით არ ხარ შემოსული და ვერ ხედავ სიმართლედ. სადა ეს ტაბლეტები კურკუმასიო? იყიდება ალბათ. მე თვითონ ვამზადებ სახლში.
რა არის იცი? აქ იყიდება დაუშვათ ბელგიაში ბიომაღაზიებში ნახე კაფსულების სახით რაღაცა, მაგრამ მას დამატებული აქვს ისეთი სხვა ნივთიერება, ინგრედიენტები, რომელიც უწყობს ხელს დიდხანს შენახვას. ამას მე ვამზადებ 2 თვე ინახება მაცივარში, პატარა შუშაში ჩავყრი და 2 თვის განმავლობაში მივიღებ. შემდეგ დავუშვათ დავისვენებ 1 თვე, მერე ისევე 2 თვის განმავლობაში. ძალიან კარგი შეშუპება, სიზარღვები, სახსრები, განსაკუთრებით. აი ძალიან კარგი არის. ერთადერთი უკუჩვენება აქვს, თუ სისხლის გამათხელებელს ღებულობთ, აი ამ შემთხვევაში ეს არის ბუნებრივი სისხლის გამათხელებელი. ერთი კითხვაც და ისედაც შეგიძლიათ კურკუმა რომ დაამატოთ საჭმელში, სალათებში თუ გიგემენ. აშვაგანდაზეც გითხარითო რამე ანუ აშვაგანდა. რა პროდუქტი არის ის გამო? ეს არის აურვედაში, მაგრამ ეს არის უფრო აქეთ შექმნილი. შემდეგ მცენარეული პრეპარატი არის, რომელიც მეტაბოლიზმს ააქტიურებს. ეხლა მასე დაწვრილებით მე თვითონ აურვედას ფარმაკოლოგიური მხარე არ მაქვს შესწავლილი, მე უფრო დასპეციალიზებული ვარ სტრესი, საჭმლის მონელება, ეს შემდეგი ეტაპია და ამიტომ ძირითადად ვერ გეტყვი, მაგრამ ეს არის ხო, ეს უფრო ბუნებრივი მცენარეებისგან დამზადებულ აქვს რამოდენიმე ბევრი არ არის, ბევრი სახეობის მედიკამენტები აურვედაში და ნუ ეხლა შეგიძლიათ გინდა ფიტოთერაპია მიაწერო ამას ფიტოტაბლეტები გინდა ზოგჯერ პუდრის სახით არის, ზოგჯერ ტაბლეტების სახით არის, კონკრეტულად ეხლა ვერ გეტყვი დაუშვათ. თუ დაგაინტერესებს, შემიძლია მოვიძიოს ჩემს სასწავლო კურსში ინფორმაცია და შემოგთავაზო დამიკავშირდეს პირადში. თუ დაწვრილებით ინფორმაციას შევთავაზო. დიდი მადლობა მანანა, ძალიან საინტერესო იყო. ზოგადად აირუედა მე დიდი ხანია მიყვარს და ესე ვთქვათ მივყვები, უფრო მივყვებოდი. ეხლა მინდა კიდევ ხელახლა დაუბრუნდე ზოგადად ჯანსაღყვების წესებს, აშკარად ვცნობ რომ ჭირდება მეტი ენერგია. ამიტომაც რაღაცა რეკომენდაციებს გავითვალისწინებ თუნდაც ამ ლაივში მოსმენელს და მადლობა შენ ამისთვის. პირიქით მადლობა, დიდი მადლობა რომ სასიამოვნო იყო. საღამოს თქვენთან გატარება და მსმენელთა. ასევე მაყურებელს შევახსენებ, რომ გაიხსნა ახალი ჯგუფი, მაგმას კლუბი, სადაც პირადად ჩემი ჩართულობა უფრო მეტი იქნება, საინტერესო ადამიანები გაიცნობთ ერთმანეთს, ასევე ვკითხულობთ ლექციებს, მაგალითად გუშინ მქონდა უკვე ვექტორულის თემაზე ერთი ლექცია, მეორე ხვალ იქნება და სხვადასხვა თემებზე წავიკითხავთ ლექციებს და არა მარტო, ანუ მოკლედ ინტერაქტიული სიტუაცია და ძირითადად Zoom-ის ფორმატში გვექნება ხოლმე ლაივები და მერე დაიდება რა თქმა უნდა ჯგუფში ჩანაწერები. ასე რომ შემოგვერთის საწევრო არის ძალიან მინიმალური, სიმბოლური, ესე ვთქვათ და ეს საწევროც ხმარდება რეალურად საიტის განვითარებას, მასალების თარგმნას და ასე შემდეგ, ზოგადად ამ ყველაფერს. ამიტომ გელოდებით ჩვენს ჯგუფში, მომწერეთ პირადში, ვინც დაინტერესდებით და პირობებში გაგარკვევთ უფრო კარგად. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად გრძანდებოდეთ, ვინც YouTube-ზე მოусმენთ ამ ლაივს, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ, რომ მეტმა ნახოს, ეს არის ფორმულა ესეთია, რაც მეტი ლაიქებს დაიწერს, უფრო მეტად მიდის ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის და კარგად გრძანდებოდეთ. კარგად გრძანდებოდეთ, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.